მოგზაურობთ. Let's დღეს უცნაურ ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში ვარ. იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრები რაც მართება ხოლმე საერთოდ არის საფრთხისმეტყველო. მე ვიცი თქვენი მოლოდინი ჩვენ გინდათ რომ რაღაც ისტორიულ წრეში ვამხილოთ ეს ყველაფერი, რომელსაც არ ვიცი თავიდან როგორ იყო ჩვენ მოლაპარაკება, მე არ ვარ ისტორიკოსი და იმაში არ ვარ თავის სახელს ნაკეთოს. ამიტომ თემის გამწობა ისტორიულ ჭრილში ვერ მოგვიწევს. მე დღეს ძალიან მინდოდა წავამიყვანა ერთ-ერთი სასულიერო პირი მამა ლევან მათეშვილი, რომელიც არის პლუს კიდე ისტორიკოსი. მაგრამ სამწუხაროდ მას რაღაც ლექციები ჰქონდა ვერ მოახერხა. მაგრამ არის ერთი რამ კიდე რომ თქვა ისტორიულ ჭრილში თქვენ კახეთის ამ აღმოსავლეთი ნაწილის შესახებ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ის თანამედროვე გამოწვევებით იმ ძველზეა აღმოცენებული ხო სწორია? ყოველ შემთხვევაში ამის არსებობს ლიტერატურა დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასევე არსებობს აქ თეოლოგიის კათედრა, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს, მეორე სართულზეა აქვე და შეგიძლიათ რომ იქ მიბრძანდეთ და მეუფე ანანიას აქვს მინიმუმ ორი ბროშურა ან წიგნი, არ ვიცი ფორმატი ზუსტად რამხელა არის, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება. საინგილოს ჰერეთის, კახეთის ამ აღმოსავლეთ ნაწილის თემას ეხება და ძალიან საინტერესოდ საუბრობს ამ თემებზე. და ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ისტორიკოსია ასევე მეუფე ანანია და პროფესორია ისტორიის, დოქტორია ისტორიის, გარდა ამისა რომ ეპისკოპოსია. და მას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. საერთოდ ბევრ საკითხებში, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე ქართულ ისტორიკოსებთან, თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიასთან. ჩვენი ისტორიოგრაფია ნაკვები არის სამწუხაროდ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს იყო ესეთი ისტორიკოსი პატკანოვი, რომელიც მუშაობდა აი ამ კავკასიის თემებზე და ძალიან ბევრი რამე აქვს ჩვენ დღეს მაგალითად ალბათ გაგიგიათ რომ თქვათ ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე ამბობენ რომ ის არ არის ქართული თქვათ. ასევე სადაც თქვათ თქვენ ცხოვრობთ კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში ამბობენ რომ ეს თქვათ არ არის ეს ძეგლები ქართული თავის წარმომავლობით. არამედ ალბანურია და ალბანური რაღაც არის ისაკუთრებენ თქვათ ვიცით ჩვენ ესეთი ხედვები და ესეთი ხედვები დღეს რომ არსებობს ამის პირველ წყარო რამდენადაც მე ვიცი არის ეს მეცნიერი პატკანოვი ეს რუსული ფუძით არის ეს გვარი ამ შემთხვევაში იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში იყო ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი დაახლოებით და იგი ძალიან ცნობილი მეცნიერი იყო ევროპაში ძალიან ცნობილი დიდი ავტორიტეტით როგორც მე ვიცი ამას ყოველ შემთხვევაში ისტორიკოსები ასე ამბობენ და ამიტომ მის მიერ აი ეს თეორია თქვათ ქართველი ერის შესახებ მისი თეორია ქართული ძეგლების შესახებ ჩვენ ეკლესიის შესახებ ინფორმაციები ძალიან მყარი ხდებოდა მისი ავტორიტეტის გამო სამწუხაროდ მისი ერთგული მოწაფე გახლდათ ჩვენი დიდი მეცნიერი ნიკო მარი რომელმაც ეს თეორია აიტაცა და საქართველოში შემოვიდა მერე მოხდა გასაბჭოება იცით და საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ეს თეორია მას რომელიც ისტორიას იყენებდა სათავითოდ თავისი იდეოლოგიის განსამტკიცებლად ეს პატკანოვზე აღმოცენებული ეს თეორიები ისტორიოგრაფია რომელიც მის დასკვნებზე იყო პატკანოვის დასკვნებზე აღმოცენებული გამოიყენა და დღევანდელი ჩვენი ისტორიოგრაფია საქართველოში აი დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიოგრაფია აი ამ საფუძვლებში და ძირითად საკითხებში არ განსხვავდება იმ საბჭოთა ისტორიოგრაფიისაგან. ამიტომ თქვა როცა გაიგებთ რომ ის ძეგლები რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია აღმოსავლეთ საქართველოში
არ არის ქართული წარმოშობის, ეს არის ალბანური, ისე როგორც ტაოკლარჯეთში, რაც არის, ის ასევე არ არის ქართული, ეს ყველაფერი სინამდვილეში სწორედ აიქიდან მოდის, რაც გითხარით და ამას ემატება ის პრობლემები, რაც მე-17 საუკუნიდან არის აღმოსავლეთის რეგიონში, საქართველოსი, შაჰ-აბასს უკავშირდება პრინციპში ეს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი წიგნებში, მადლობა ღმერთს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეუფე ანანიას წიგნებს გულისხმობ და ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, უფრო იოლია ბრძოლა, ამ შემთხვევაში რა ბრძოლაზეა საუბარი, მე ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ისიც ბრძოლაა, რომ შენ პოზიციებს სიტყვით დაიცავ და მე საბოლოო ჯამში სიმართლეს აქვს ეს თვისება, რომ ადამიანებს აერთიანებს და უფრო იოლი ხდება, თქვათ, სიმართლის გარშემო გაერთიანება, პოზიციების დაცვაც, საკუთარი ღირსების შენარჩუნებას და როცა იცი რომ მართალი ხარ, სხვა ძალა გაქვს. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იქ ადამიანი ცხოვრობდეს და იდეოლოგიური წნეხის ქვეშ არ იყოს. არის ეს იდეოლოგია, მაგრამ არის სიმართლე. სიმართლე, რომელიც როგორც ნათელი ყველა სიბნელეს ანათებს. ეს რაც შეეხება ძალიან მოკლედ. კიდევ ვიმეორებ, მე არა ვარ ისტორიკოსი. მე ვიფიქრე რომ ჩვენ თქვათ ქართველებს ზოგადად ერთი საერთო პრობლემა გვაქვს. ეს საერთო პრობლემა არის ჩვენი სამშობლო, რომელიც სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველგან ეს პრობლემა ყველგან გვეხება ჩვენ, იმიტომ რომ თბილისში ხარ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, ახლა მე არ განვავრცობ, კიდევ ვიმეორებ, ყველამ კარგად ვიცით, ახლა არ შეიძლება იმაზე ვისაუბრო აქედან, რაც ისედაც ცნობილია. თბილისიდან ოდნავ ფეხს გადადგავ და ეს პრობლემები მთელი სისავსით წარმოჩინდება, ნებისმიერი მიმართულებით. ასევე თქვათ, ვიცნობ მე ქართველებს, რომლებიც არიან ირანში, გადასახლებულები იცით ხო, ფერეიდანში და სხვათა შორის თუ არ ვცდები, სწორედ აღმოსავლეთ აი სწორედ შაჰ-აბასიდან დაიწყო თქვენი პრობლემა, სწორედ მაშინ და იქიდან, ანუ თქვენი სადაც ცხოვრობთ, იქიდან არიან გადასახლებულები ისინი, იქაც ქართველები არიან და იქაც იგივე პრობლემებია, ასევე თქვათ დასავლეთში, აჭარაში, ტაოკლარჯეთში და ასე შემდეგ. ასე რომ ეს პრობლემა, საერთო პრობლემაა. ქართველი ის ადამიანი შეიძლება იყოს, რომელიც მთლიანად თავის ცნობიერებაში მთლიანად საქართველოს მოიცავს. არ შეიძლება თქვათ კახელი კახელობდეს მხოლოდ და მეგრელი მეგრელობდეს და ის ქართველი იყოს. ქართველობა არის მთლიანობა, ეს ყველაფერი ერთი არ შეიძლება თვალი ან ცხვირი ან ხელი ან თუნდაც ტვინი ან თუნდაც გული ცალკე ორგანიზმი იყოს. ორგანიზმი არის მთლიანობა და ის ცოცხალი მხოლოდ მაშინ როცა მთლიანობაშია, ხო სწორია? ასევე ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ქართველები მაშინ ვართ, როდესაც ჩვენ ჩვენი ცნობიერება მთლიანად მოიცავს ჩვენ სამშობლოს, თუნდაც იმ ნაწილსაც ჩვენი სამშობლოსი, რომელიც დღეს დაკარგულად მიგვაჩნია. მე არ გულისხმობ მარტო ტერიტორიებს. მოგეხსენებათ, სამშობლო არ დაიყვანება მარტო მამულზე, ხო? მამულზე იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელიც ქართულ ენაზე მეტყველებენ და რომელიც ქართულ ენაზე ღმერთს ესაუბრებიან, ცნობილი საუნჯე ილია მართლისა მამული ენა და სარწმუნოება. სხვათა შორის ილია მართლის ეს გახმოვანებული სამი საუნჯე მან თქვა და ის დღემდე განხორციელებული არ არის. შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ამის ეჭვი, რომ კი ითქვა ეს და დიდებულია, ძალიან მოგწონს, ხო, მამული ენა სარწმუნოება. ძალიან მოგწონს. მაგრამ რამდენად განხორციელებადია ეს? შეიძლება რომ თქვათ, ეს განხორციელდეს ოდესმე. ადამიანი იმედით ცოცხლობს. თუ განუხორციელებელია, მაშინ ეს ლამაზი ლოზუნგია და ვიც ცოტა ასაკში ვართ, მე ვერ გხედავთ ახლა. ასაკში თუ ვართ ვინმე და ვისაც გვახსოვს საბჭოეთი, ჩვენ მაინდამაც არ გვსიამოვნებს ლოზუნგების მოსმენა, ცარიელი თუნდაც ლამაზი სიტყვების მოსმენა, ფრთიანი ფრაზების და მოწოდებების, რომელსაც მხოლოდ ნერვიული სისტემის აშლა შეუძლია, თუნდაც პოზიტიურად, მაგრამ მეტი არაფერი. თუ ის თავის თავში არაფერს მოიცავს. ეს სხვათა შორის ყველა სფეროს ეხება, მათ შორის ახლა მე მღვდელი ვარ და ქრისტიანობა მე მაინც ვეცდები, რომ ეს ეროვნული საკითხები ქრისტიანულ ჭრილში განვიხილო და ეს ეხება ქრისტიანობასაც ზუსტად. იმიტომ რომ
სამწუხაროდ არის ეს ტენდენციას დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რიგით ქრისტიანში თუ თქვა იერარქიაში მყოფში რომ რაღაც მოწოდებები ისმის თქვა ასე ვიცხოვროთ, ასე მოვიქცეთ, ასე გავაკეთოთ. მაგრამ გავიწყდება რომ თუ ამას არ მოსდევს როგორ გავაკეთო ეს რისკენაც მომიწოდებს მე ეკლესია, ხო? როგორ გავაკეთო? მაშინ ეს ცარიელ სიტყვებად შეება და არაფრის მომცემი არ არის. მადლობა ღმერთს რომ ეკლესიაში არის სწორედ არა მარტო ის რომ თქვა ასე ვიცხოვროთ და ასეთები გავხდეთ, არამედ ისიც არის თუ როგორ გავაკეთოთ ეს და როგორ გავხდეთ. ანუ მარტო მოწოდება არ არის და ასევე ამ შემთხვევაშიც მამულიანა სარწმუნოება შეიძლება და ეთქვა ადამიანს რომ ნუ ხო ეს ლამაზი სიტყვებია და არც ყოფილა არასოდეს და არც არასოდეს არ იქნება, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ასე თქვა თან ილია ამას ისტორიულ კონტექსტში განიხილავს. სამი საუნჯე დაგვრჩა ჩვენი მამა პაპისაგან. ანუ ეს ძველია, ჩემი გამოგონილი არ არის, დიდი ხანია მოდის საქართველოში ეს არსებობს. მამულიანა სარწმუნოება და თუ საქართველოს ისტორია თუნდაც ისტორიკოსი არ იყო, რაღაც აი ზედაპირული წარმოდგენა თუ გვაქვს მაინც, დავინახავთ რომ მამული ენა სარწმუნოება ასე ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსით იგივე ითქვა გრიგო ხანძთელის, რომ ყოველ შემთხვევაში გიორგი მერჩულეს მიერ, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერელია და ეს არის მე-10 საუკუნე, გრიგო ხანძთელი მე-8 საუკუნე, ანუ როცა გიორგი მერჩულე გრიგო ხანძთელის ცხოვრებას აღწერს და იქ ამბობს ესეთ რამეს, რომ რა არის საქართველო. გახსოვთ ალბათ ეს სკოლაში ყველას გაგვივლია ხო? მინიმუმ. რა არის საქართველო? რა არის საქართველო? საქართველო ის ქვეყანაა. და ყველას გვახსოვს, სადაც ქართულ ენაზე მეტყველებენ და ქართულ ენაზე ღმერთს ესაუბრებიან. ქართულ ენაზე ღმერთს ესაუბრებიან. და ძალიან მნიშვნელოვანი აქ არის სწორედ ქვეყანაც, აქ არის ხალხიც, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რომელიც ღმერთს ქართულ ენაზე ესაუბრება. მივიღეთ მამული ენა და სარწმუნოება. და გრიგო ხანძთელის ეს, გიორგი მერჩულეს მიერ გახმოვანებული, მაგრამ გრიგო ხანძთელის მოღვაწეობას უკავშირდება. გრიგო ხანძთელის მოღვაწეობა დაგვირგვინდა აი ამის რეალიზებით. საქართველო, დავითის საქართველო და თამარის საქართველო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დღეს ქართველები არ ვიქნებოდით, ხო? ესეა. იმიტომ რომ ის ეპოქა რო არ ყოფილიყო, ის ეპოქები რო არ ყოფილიყო, რომელშიც რომ ეპოქასაც ეს პიროვნებები ედგნენ სათავეში. მაშინ არ იქნებოდა საქართველოს საერთოდ. ერის განადგურება ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ერი ისეთი რამეა, რომ ერის განადგურება ძალიან იოლია. როგორც თუ არ ვწდები ახლა თუ სიტყვები სახელების ზუსტად კორტესი, ხო? კორტესმა აცტეკების რა ვიცი, მრავალსაუკუნოვანი იმპერია თავის სიცოცხლის რაღაც ეპიზოდში მთლიანად მოსპო და გაანადგურა ერთმა კაცმა. აი არ ვიცი რა უცნაურია, ხო? ერთმა ჟინიანმა კაცმა, რომელიც ვერ შეეგუა იქ რაღაც მარცხებს, ერთმა კაცმა, რომელსაც აღარ ჯარი ყავდა, არაფერი აღარ ყავდა, ერთმა კაცმა იმდენი იღვაწა, ერთმა, რომ ეს აცტეკების ამხელა უზარმაზარი იმპერია ფაქტურად მის სიცოცხლეში განადგურდა. ასე რომ ეს რეალობა არსებობს სოფლიოში ამ მსგავსი მაგალითები და საქართველო გადაარჩინა სწორედ აი ამ დიდმა პერიოდებმა, დიდ მნიშვნელოვანმა ჩვენთვის მნიშვნელოვანმა ძალიან დიდმა ეპოქებმა ჩვენი გადაჩენის თვალსაზრისით და საფუძველი დაედო სწორედ გრიგო ხანძთელის დროს, სადაც აი ეს მამული ენა და სარწმუნოება იყო გაცოცხლებული. ილიას მერე ჩვენ ეს ვერ მოვასწარით. მაგრამ რადგან ის ერთხელ მაინც იყო რეალიზებული საქართველოში. ერთხელ მაინც. რატომ არ შეიძლება რომ დღეს რეალიზდეს დღევანდელ რეალობაში? როცა ჩვენ არა გვაქვს რაღაც მძლავრი შეიარაღება და ასე შემდეგ. დღევანდელი სოფლიო ხო სხვანაირად არსებობს. ძლიერები ფიზიკურად არასდროს არ ყოფილვართ, დავითის დროს და თამარის დროს კი ბატონო, მაგრამ
ის ძლიერებაც მარტო ფიზიკური ძლიერება არ იყო, იმიტომ რომ ლაშა გიორგის დროს ეს ეგრევე დადასტურდა, რომ მარტო ფიზიკურ ძლიერებაში არ იყო საქმე, რაღაც სხვა რაღაცა იყო და ის სხვა რაღაცა, ეს აი ამ მამული ენას არწმუნება რასაც ქვია, ამის მთლიანობა, როცა ერთს რაღაცნაირად ეს გათავისებული აქვს, თუ რას ნიშნავს ეს. და აი ახლა ამ კონტექსტში მე მინდა რომ ძალიან ბევრი არ დაგღალოთ თეოლოგიით, მაგრამ თეღას თეოლოგიურად შევაფასოთ, თქვათ, რას ნიშნავს ეროვნულობა, რა ფენომენია ეს საერთოდ, ხო? და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვათ, შენი სამშობლო გიყვარდეს. მე მაგალითად ამ შემთხვევაში ახლა ვისაუბრებ როგორც მორწმუნე, ჩემთვის მორწმუნისათვის ცხოვრების საზრისი. რა არის ცხოვრების საზრისი? მორწმუნე ამბობს ამას, მაგრამ ურწმუნო დაფიქრდება. იმიტომ რომ რასაც მორწმუნე ამბობს, ეს უნივერსალურია, ღირებულებებზეა საუბარი. აქ ამაზე არ არის საუბარი, კაც შენ ესე გჯერა, მე ასე მჯერა. არის ღირებულებები, რომელიც ყველას სურს და ყველას უნდა. აი მაგალითად, სიცოცხლე არის ღირებულება. მორწმუნესათვისაც და ურწმუნოსაც. თუ ადამიანი ახლა ავადმყოფი არ არის ფსიქიურად, სიცოცხლე არის ღირებულება. შესაბამისად, მარადიული სიცოცხლე არის ძალიან დიდი ღირებულება. იმიტომ რომ სიცოცხლე, რომელიც მთავრდება, ღირებულება აღარ არის. მარადიული სიცოცხლე, ადამიანი, ვიცით ხო, ადამიანი ხედავთ ამ ქვეყანაზე არსებობს როგორც ბიოლოგიური არსება და მიდრეკილია სიკვდილისკენ და ყვდება. ესე იგი, მარადიული სიცოცხლე პიროვნების გულისხმობ არ შეიძლება არსებობდეს ღმერთის გარეშე. ესე იგი, ცხოვრების საზრისი ჩემთვის როგორც მორწმუნესათვის არის მარადიული სიცოცხლე ღმერთთან ერთად. ანუ შეუძლებელია ადამიანმა ღმერთი არ ეძებოს და მან მოიპოვოს თავის თავში მარადიული სიცოცხლე. როცა აი ამ თემებზე ვსაუბრობთ, მე ისეთ გრანდიოზულ, აი სამყარო კოსმიური თვალსაზრისით ისეთ გრანდიოზულ თემებზე, რომ ტრანსცენდენტული სამყაროს მიღმიერი, ანუ სამყაროს მიღმიერი ღმერთი, რომ სამყაროში შემოვიდა ადამიანი გახდა, ადამიანი დაიმოწაფა, თან ის ქართველი ხო არ იყო? ესე იგი, მე მისი მიმდევარი ხვდები, ანუ ქრისტიანი ხვდები, გესმით? და თან ქრისტე პირდაპირ ამბობს, ეს იმპერატორული ტონი აქვს. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. ვერავინ მივა მამა ღმერთთან თუ არა ჩემს მიერ. ძე ღმერთი ამბობს ამას. აი აქ ამ სიტუაციაში რა შეშია ქართველობა, კითხვა შეიძლება გაჩნდეს. და არსებობს ესეთი ნიჰილისტური სარწმუნოება, თან წმინდა წერილში არის ესეთი ადგილი, რომ ქრისტეში აღარ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ. პრინციპში ესეც გასაგებია. შეიძლება გიმეგობროს სულ სხვა ეროვნების ადამიანმა და ისე გიმეგობროს, რომ ძმა ვერ გაგიწევს, ისეთი ძმობა გაგიწევს. ხო შეიძლება, ხო? ესე იგი, თვითონ ადამიანი როგორც ღირებულება, ეროვნულობაზე მაღლა დგას, იმიტომ რომ თუ არ არის ადამიანი, აღარც ეროვნება არ არის. მით უმეტეს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების საზრისი აქვს ღმერთთან იყოს. ხო, თავისთავად ცხადია, რომ აი ასეთ ღირებულებებში ეროვნება რა შუაში. მით უმეტეს კიდევ მეორე პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ ესე იგი ქრისტეში არ არის არც ხურიაება, არც ებრაელთა წარმართობა, ანუ არა აქვს არც სოციალური განსხვავება, არც სქესობრივი განსხვავება, არაფერი, თავარი არის ადამიანი ქრისტეს დაემსგავსოს. და კიდევ ერთხელ, კი მაგრამ რა შუაში ამ კონტექსტში მაშინ ეროვნულობა რატო უნდა გვაწუხებდეს, რატო უნდა გვადარდებდეს, რატო უნდა გვტკიოდეს. და ეს ნიჰილისტური მიდგომები ზოგიერთ მორწმუნეში თითქოს ის ესეთი ტიპის მორწმუნენი იმით ამართლებენ, რომ ხო, აბა რა შუაშია ხა, სად მივდივარ და რა დროს ეგ არის. მაგრამ სინამდვილეში ესე მარტივად არ არის საქმე, იმიტომ რომ წმინდა წერილის კონტექსტიდან რაღაც ამოგლეჯილი გარკვეული საკითხები, რაც მე ვთქვი პავლე მოციქულის სიტყვებით, თუნდაც სხვა თლიან სწავლებისაგან განცალკევებულად და დამოუკიდებლად. ეს არის სწორედ აი სექტები, როგორ წარმოიშობა. იღებენ წმინდა წერილს, რომელიც თავისთავად ეკლესიის მიერ შექმნილია, იმიტომ რომ ის დაიწერა ეკლესიაში წმინდა წერილი და მე ეს კორპუსი წმინდა წერილის არას არსებობს, სწორედ ეკლესიამ თქვა, რომ აი ეს არის და არა სხვა, იმიტომ რომ 60-მდე წიგნი არსებობს, რომელსაც შეიძლება პრეტენზია ქონოდა, რომ მოხვედრილიყო ახალ აღთქმაში. 60-მდე. აქ არის ახალ აღთქმაში არის 27 წიგნი და 60-მდე წიგნი არსებობს. რატომ მაინდა-მაინც 27 და არა ის 60? იმასაც მოციქულთა სახელები აქვს და ასე შემდეგ.
ეკლესიამ თავის ავტორიტეტი თქვა, რომ ეს არის წმინდა წერილი და არა ის აპოკრიფებია, რაღაც ესე იგი გარკვეული სექტების ნამუშევრებია და ასე შემდეგ. ხო და აი ადამიანი, რომელიც ამას აიღებს და რაღაცა კონტექსტიდან ამოგლიჯელი წაიკითხავს, ეს ქმნის სწორედ სექტებს. თლიანობაში უნდა იქნას აღქმული და თლიანობაში როგორც კი აღიქვავ, აღმოაჩენ, რომ ეროვნულობას თავისი ძალიან დიდი ადგილი აქვს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არა უმაღლესი ღირებულება. ხო, უმაღლესი ღირებულება საერთოდ ღმერთია. მაგრამ ღმერთის მერე ადამიანია. და ადამიანი პიროვნულ განვითარებას გადის იმ გარემოში, სადაც ის არსებობს. ადამიანი სოციალური გარემოს გარეშე, გენეტიკური მემკვიდრეობის გარეშე, ნიჭიერების გარეშე, პიროვნული თვისებების და ინდივიდუალური თვისებების გარეშე არ არსებობს. აბსტრაქტული ადამიანი არ არსებობს. აბსტრაქტული ჭიქა არ არსებობს. ყველა ჭიქა აბსოლუტურად უნიკალურია. არის ეს ჭიქა და ეს ჭიქა და ზოგადი ჭიქის ცნება არსებობს, მაგრამ ზოგადი ჭიქა არ არსებობს. არ არსებობს ზოგადი ადამიანი. არსებობს კონკრეტული ადამიანი და კონკრეტული ადამიანი არის ქართველი ამ შემთხვევაში და ის სხვა ეროვნების წარმომადგენელი. და ამას აქვს მნიშვნელობა, შემთხვევით არ ხდება. მე მინდა ჩემი პოზიციის გასამყარებლად, ხო არ დაიღალეთ? არა, იმიტომ რომ შეიძლება აი მე წავიკითხავ ერთ ამონარიც ბიბლიიდან. ერთი პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. უთხრეს ერთმანეთს, მოდი მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. ეს არის ბიბლიის პირველი წიგნი. თქვენს, აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვინოთ მისი თხემი. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, ადამიანები რომ აშენებდნენ. თქვა უფალმა, აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. რა კი ეს საქმე წამოუწყიათ. ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. ახლა ამ შემთხვევაში რა განიზრახეს? ამათი მოტივაცია ამ დიდი გოდოლის, ბაბილონის გოდოლზეა საუბარი. ბაბილონის გოდოლის შენებლობაზე. მოტივაცია ბაბილონის გოდოლის შენებლობისა იყო რა, რომ ჩვენ არ გვჭირდება შემოქმედი, ცხოვრების საზრისი არ არის ღმერთი, ცხოვრების საზრისი ჩვენ ვართ და ჩვენი ამ ქვეყნიური ყოფა და ჩვენი ძლიერების ნიშანსვეტად და ნიშნად ავაშენოთ ეს უზარმაზარი გოდოლი. ამას ნიშნავს ეს ცას მიწვდება ეს გოდოლი, ანუ ადამიანის ამპარტავნება, რომ მე ღმერთი არ მჭირდება, ისედაც კარგად ვარ. თუმცა ადამიანი ცოტა ხანი რო ცხოვრობს დედამიწაზე და ამ ცხოვრებას ცოტა უკვე რო დამჯდარი თვალებით შეხედავს, შეუძლებელია არ მიხვდეს, რომ დიახ, ყველა ადამიანს ჭირდება ღმერთი სწორედ მარადიული სიცოცხლისთვის და არა იმისათვის, რომ სამსახური მაშევნინე, ფული მაშევნინე, ესე იგი რაღაც პრობლემები მომიგვარე, ჯანმრთელობა, ესე იგი მომეცი. რა თქმა უნდა, ადამიანს ეს ჭირდება, მაგრამ მთავარი ღირებულება, სიცოცხლე, მარადიული, როგორც უმაღლესი ღირებულება. სადაც შენ ადამიანი ხარ მანამ, სანამ სიცოცხლე გაქვს. როგორც კი სიცოცხლე არა გაქვს, ჩვენ ვიცით ადამიანისგან რა რჩება, არაფერი არ რჩება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უყვარს, ეს დოსტოევსკის ეს საოცარი სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ თუ ადამიანს ძმები კარამაზოვებშია ეს გაჟღერებული, თუ ადამიანს სიცოცხლე უყვარს, მას თავის საქმის ნახევარი, ანუ 50% გაკეთებული აქვს. თუ უყვარს უბრალოდ სიცოცხლე. იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება, არასწორი ცხოვრება არის თლიანად იმის ჩვენება, რომ ეს სიცოცხლე არ მიყვარს, ადამიანი ამბობს. ხა როცა ადამიანი თქვა ნარკომანი რო წამლას იკეთებს, ის ხო ამბობს, რომ მას სიცოცხლე არ უყვარს. ადამიანი რო ზნეობრივ სახეს კარგავს, მას ყოველ შემთხვევაში ადამიანური სიცოცხლე არ უყვარს. თორე ხა სიცოცხლე ბევრნაირია, ჩვენ ვიცით, ხო, ცხოველთა სამყარო ძალიან სახეობრივად მეტყველებს. ხო, არსებობს ღორი, არსებობს მაიმუნი, არსებობს გველი, არსებობს მელია. ეს ყველაფერი სახეობითი სახის მეტყველებანია, შეიძლება ასე ითქვას, რომ ადამიანი როგორი არ უნდა იყოს. ასეთი არ უნდა იყო, ასეთი არ უნდა იყო და ჩვენ ვიცით როგორ ვამკობთ ერთმანეთს, როცა უბრაზდები სხვადასხვა ცხოველის სახელები. ანუ ადამიანური სიცოცხლე თუ ძვირფასია, მაშინ არ შეიძლება რომ ადამიანმა არ იფიქროს ხანდახან მაინც სიცოცხლის წყაროზე და შესაბამისად, როცა ეს იკარგება, აქ ამ ადამიანის ამპარტავნება ისეთ საზომამდე მიდის, რომ ღმერთს უარყოფს.
ადამიანს ამ დროს გონება უბნელდება და ფიქრობს, რომ ის სიცოცხლე, რომელიც მას რამდენიმე ათეული წელიწადი აქვს, ეს არის ყველაფერი. უпростоრად იმის იქით რა არის, აღარც ფიქრობს. და სწორედ ეს იყო мотиваცია ამ გოდოლის შენებლობისა და ძალა, რომ ეს გაეკეთებინათ, ეს ენერგია იყო იქიდან აღებული, რომ ერთი ერი იყო, ერთი ენა ჰქონდათ, კომუნიკაციები შესაბამისად იყო ძალიან იოლი და ამას ახერხებდნენ და ესე იგი ჩავალ და ენას აურევ. ეს ყველაფერი სიმბოლური მეტყველებებია. ჩვენ აქ პრიმიტიულად კი არ უნდა დავინახოთ, არამედ არსი უნდა დავინახოთ, რა ხდება. ენას აურევ ღმერთის სიტყვა ეს, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს და გაფანტა ისინი უფალმა მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ანუ ერთიანობა ისეთი, რომელიც ადამიანს ცხოვრების საზრისს დააკარგინებს, უფალს არ მოეწონა და ენები აურია. ენები აურია ნიშნავს იმას, რომ აი მაშინ შეიქმნა სწორედ ერები. ერები მაშინ შეიქმნა. სხვადასხვა ენის ადამიანები გახდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. მიზეზი იყო ცუდი, მაგრამ ჩარევა იყო ღმერთის. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ და ბიბლიაში ხა მე ახლა საღვთისმოწყალო ლექცია არ მინდა გამომივიდეს, ბიბლიაში არის რამდენიმე ადგილი, სადაც ჩანს, რომ ძველ აღთქმას გულისხმობ, ყოვლადწმინდა სამებაა ჩარეული უშუალოდ. და ეს ძალიან საკვანძო ადგილებია კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში. და აი აქაც არის ზუსტად ეს, ჩადიან და ნახულობენ. ანუ ყოვლადწმინდა სამება არის ჩარეული. ანუ ერის ეროვნულობის წარმოშობა, ერის წარმოშობა, ზოგადად ეროვნებების წარმოშობა უშუალოდ ღმერთის საქმეა, თან ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ბიბლიაში არის ესეთი ხაზგასმა, რომ ყოვლადწმინდა ესე იგი სამება არის ჩარეული. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულობა არის ღირებულება, იმიტომ რომ ღმერთის ჩარევით არის შექმნილი, რომ რაღაცა უბედურებისაგან გადაერჩინა ადამიანი. мотиваცია სწორედ ეს იყო. მაგრამ ღმერთი არ მოქმედებს მარტო იმიტომ, რომ რაღაცისაგან გადაარჩინოს ადამიანი, არამედ ღმერთი მოქმედებს იმისათვის, რომ ადამიანი წარმართოს სიკეთისკენ. ანუ ეროვნულობის გაჩენას მარტო ცუდი მხარე, უარყოფითი მხარე არ აქვს, რომ აი ცუდს აკეთებენ და აუგრძალავ. არამედ აუგრძალავ ამას, ხელს შეუშლი ამის კეთებაში. მაგრამ სამაგეროდ გამოუნთავისუფლებ ენერგიას სიკეთის კეთებაში. ამიტომ ეროვნულობას დიახაც ქონდა სიკეთე და ეს საჭირო იყო ადამიანური ცხოვრების თავარი საზრისის განხორციელებისათვის. ის რასაც ჩვენ საუბრობთ, ადამიანმა შეიმეცნოს ღმერთი. ამას იმიტომ საუბრობ ამ თემაზე, რომ როდესაც დღეს საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის თბილისში, აი გაიარეთ ახლა პლეხანოვიკი ახლა რა ქვია? აღმაშენებელი, ხო? ხო, აი იმ წამს მივხვდები, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვარ. ეს პრობლემები რეალურად არსებობს. არ მინდა ხელი გავიშვირო ვინმესკენ, რაიმესკენ, მაგრამ რეალობა ესეთია, პრობლემა არსებობს. მე თუ ამას მაინდა-მაინც ვერ განვიცდი, მე უკვე იქითა ვარ რა, 46 წლისა ვარ. მაგრამ მე მყავს შვილიშვილები და იმათ ისინი ამ პრობლემების წინაშე სერიოზულად დადგებიან. და შეიძლება ეს პრობლემები დადგეს გაცილებით არანაკლებ მძაფრად, ვიდრე თქვათ არის იგივე საინგილოში, იგივე თქვათ სხვაგან, სხვა რეგიონებში. ანუ ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს და აქ ჩდება კითხვა კი, მაგრამ ღირს სამშობლოს ერთგულებაზე, ამაზე ზრუნვა და ტკივილი ღირს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქართველი უბრალოდ მიდის. მე განსაკუთრებულად არ განვიკითხავ არ ამის. ადამიანს შეიძლება შიმშილისაგან სიკვდილი ემუქრება და უნდა წავიდეს. ადამიანმა შეიძლება რაღაც დივიდენდი უნდა დააგროვოს, ეს იქნება კაპიტალი, ფინანსური თუ განათლება. ჩვენი თერგდალეულების სად იღებდნენ განათლებას? ფაქტობრივად ეს პეტერბურგი იყო ევროპული განათლება და იქ იღებდნენ, ხო? ეს ნორმალურია, განათლება მიიღო, ჩამოვიდა, მაგრამ არის ხოლმე ეს პოზიცია, რომელსაც ვერაფრით ვერ ვეგუები, რომ ხო უნდა წავიდეს, სხვა გზა არ მაქვს და მეთქი როგორ აქ სუმიდი ხარ ბავშვებიანა. ეს ერთი შემთხვევა არ არის, ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევა. პასუხი არის ძალიან უცნაური ხოლმე, რომ ხო, ნუ აი ხო ხედავ რა ხდება, რომ დაალაგდება ყველაფერი. და თუ დაალაგდება, მე ჩამოვა. ხედავ დამოკიდებულება. სხვამ დაალაგოს და მე ჩამოვიდე. თუმცა პასუხისგებლობა იმაზე, რომ დაალაგდეს, რა თქმა უნდა, ვინც იერარქიაშია ზემოთ, იმაზეა თელი ეს პასუხისგებლობა, უფრო მეტი ვიდრე იმაზე, ვინც გარბის და ვერ უძლებს ამ აგრესიულ გარემოს და ასე შემდეგ.
ანუ ხელისუფლებაზე და არა მარტო პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, არამედ საეკლესიო ხელისუფლებაზე. ანუ ჩვენზე. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში პრეტენზია გვაქვს, მე მღვდელი ვარ და მაქვს ეს პრეტენზია, რომ ეკლესია ერის სულია და თუ იქ რაღაც პრობლემებია შიგნით, სულში, ხო? რა სიკეთე უნდა იყოს გარეთ, ხორცში. ამიტომ დიახაც პასუხისმგებლობა ჩვენზეა. მაგრამ მეორეს მხარეს ყოველ რიგით ქართველზეც არის პასუხისმგებლობა. არ შეიძლება ეს სოხდელობა ქონდეს ადამიანს, რომ ეხლა მე უნდა გავიქცე და მე თუ დაალაგდება მოვალ, თუ არა და არ შეიძლება. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეროვნულობა არის ის ღირებულება, რომელიც მე მთავარი ღირებულების მიღწევაში მეხმარება, ღმერთის მიღწევაში მეხმარება. ძალიან საინტერესო არის ერებს შორის ისრაელის მდგომარეობა. ბიბლია არის ერის, ანუ ისრაელი ერის ძველი აღთქმას გულისხმობ საღვთო ისტორია. რა არის საღვთო ისტორია? არის პოლიტიკური ისტორია, ხო? აი მაგალითად ჩვენი ისტორიები ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვსწავლობდი, ეს ისტორია იყო ისტორია, ომების ისტორია, მეფეების ისტორია, თქვათ, რაღაც, ხო? ნუ რაღაც ეკონომიური განვითარების რაღაც ისტორია, ხო, ისტორია, ტერიტორიები და ასე შემდეგ. ბიბლია არის ებრაელი ერის ისტორია. პრინციპში ასეთ შეიძლება შევხედოთ. ოღონდ როგორი ისტორიაა? საღვთო ისტორია. რას ნიშნავს საღვთო ისტორია? საღვთო ისტორია ნიშნავს ერის ცხოვრებაში როგორ იკითხება ღმერთის კვალი. სულ ვამბობ, როცა ისტორიკოსებთან მოხვდები, ვეუბნები, გთხოვთ რა, არ შეიძლება რომ თუ ამდენი ისტორიკოსია საქართველოში, დაწერეთ რა ერთი საღვთო ისტორია საქართველოზე. საქართველოს საღვთო ისტორია. ამის ანალოგი არსებობს. უпроსორად ამის ნიმუში არსებობს, ეს არის ქართლის ცხოვრების, თლიანად ქართლის ცხოვრება არის მცდელობა ამისი, მაგრამ თლიანი ქართლის ცხოვრება ნიმუშად არ გამოდგება. ქართლის ცხოვრებაში არის ესეთი წიგნი, ცალკეც არის გამოცემული, ეს ეხება ლაშა გიორგიდან 100 წელი აქეთ. ეს არის 100-სლოვანი მატიანე. თუ არ ვცდები, უცნობი ჟამთა აღწერელია, იქ არ არის ცნობილი, თუ არ ვცდები. ეს არის ბრწყინვალე წიგნი რა. საოცრება, მე ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. იმდენად საოცრად არის ეს ყველაფერი ხატრულ დონეზე აღწერილი, თუ რა ხდებოდა საქართველოს რომ დაიქცა, ეს ის პერიოდია. მაგრამ საინტერესო ამ კუთხით არის, ხა მე რასაც გეუბნებით, რომ ეს არის საღვთო ისტორია. აი ამ 100 წლის განმავლობაში იკითხება ღმერთის ხელი ჩვენს ისტორიაში. ძალიან საინტერესოა ეს. მორწმუნესათვის და ურწმუნოსათვისაც, იმიტომ რომ ბიბლიაში მაგალითად, ხო? ბიბლიაში ყოველი ისტორიული მოვლენა რაც ხდება, თითქმის ყველაფერი ახლა არის, ღმერთის ხელი, ესე ადვილი წასაკითხი არ არის. ყველგან იკითხება ღმერთის ხელი. და ჩვენი დამოკიდებულება ღმერთთან და შესაბამისად ღმერთის დამოკიდებულება ჩვენთან და ისტორია როგორც შედეგი ნაყოფი ჩვენი ღმერთთან და ღმერთის ჩვენთან ურთიერთობის. ანუ როგორ ურთიერთობს ღმერთთან და ღმერთი ერთთან, აი ისტორია არის ამის ნაყოფი, ისტორიული განვითარება. ეს არის ძალიან საინტერესო. და როდესაც და იქ ჩვენ სწორედ ძალიან საოცარ მაგალითებს ხედავთ. თუ რაოდენ ძვირფასი იყო ეროვნული თემები ბრძოლა ერისათვის, ეროვნული გადარჩენისათვის, ეროვნული სწორი იდენტიფიკაციის შენარჩუნება იმ წარმართულ გარემოში, საშნელი გარემო იყო. გარყვნილება იყო ჩვეულებრივი ნორმა, თქვათ, ხო? ისრაელი ინარჩუნებს ზნეობრივ სიწმინდეს, ძალიან ძვირად უჯდება ეს, მაგრამ მაინც ახერხებს. ძალიან საინტერესოა, ესე იგი, ზღვა ოკეანე წარმართობისა და ერთი პატარა ერი, სუპატარა ერი, რომელიც ამას ახერხებს. და იქ ბიბლიაში ჩანს, რომ ღმერთის გარეშე ამის მოხერხება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე ღმერთი არ ეხმარება. სინერგიული პრინციპი. ადამიანი თანამშრომლობს ღმერთთან და ასევე ღმერთი თანამშრომლობს ადამიანთან. ეს არის ძალიან მწყიბრელი, როცა ამ კუთხით წაიკითხავდა. ამას ქართველი კაცი რო კითხულობს, საინტერესო რა არის, იცით, რომ კითხულობ და ხანდახან გეჩვენება, რომ საკუთარ ისტორიას კითხულობ, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ძალიან გავს. იმიტომ რომ რაც ქრისტე ჯვარს ეცვა, მას შემდეგ შეიქმნა ახალი ისრაელი. ღმერთთან ბრძოლი, ან ღვთისათვის მებრძოლი. აი ღმერთთან
ურთიერთობაში ყოფი ახალი ერი შეიქმნა და ამ ერს ქვია ქრისტიანი. ქრისტიანობა როგორც ეროვნულობა ესე იქნება აღქმული, ესე. და მთელი სამყარო რო გაქრისტიანებულიყო, პრინციპში პრობლემა აღარაფერი აღარ იქნებოდა, თვით ეროვნული პრობლემას კი აღარ იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ერი შენ არ შეგავიწროებდა, იმიტომ რომ ძმები ვიქნებოდით, წესით ესე უნდა იყოს, ახლა გაგვახსენდა ჩtildeოეთის ძმა, მაგრამ ხო გესმით, ერთია ქრისტიანობა როგორც კულტურა, რომელიც ერმა მიიღო და მეორეა ის იმპერიული ამბიციები და იმპერიული ხედვა სამყაროსი და პოლიტიკისა, არა მარტო ჩtildeოელი ძმები, არამედ დასავლელი ძმები ჩვენი ბიზანტიას გულისხმობ, ეს სამწუხარო რეალობა არის, მაგრამ თუ ნამდვილი ქრისტიანები გავხდებოდით ყველანი მთელი სამყარო, ეს ეროვნული ბრძოლა სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება პრინციპში აღარ იქნებოდა. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის ახალი ერი, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენ ქრისტეს შვილები ვხდებით ყველანი. და საინტერესოა, როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა, იცით ხომ მე ისტორიულად როგორ არის? ქრისტეს ჯვარსის მერე რა მოდის? აღდგომა. აღდგომის მერე რა მოდის? ამაღლება. და ამაღლების მერე რა ხდება? ამაღლების მერე სულიწმინდა ღმერთი მესამე პირი, ღვთაებრივი პირისა, მესამე პირი ჩამოდის დედამიწაზე. როგორც ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ჩამოდის როგორც ეკლესიის დამაარსებელი. და პირველი რაც ხდება ამ დროს, პირველი გარეგნული სასწაული რაც ხდება ამ დროს, როგორც კი სულიწმინდის მოფენა ხდება, აღმოჩნდება, რომ ის ვისაც ეს სულიწმინდა დაადგრა, იწყებს ყველა ენაზე მეტყველებას. მათი იქ იყვნენ ძალიან ბევრი ერის წარმომადგენლები, თორე დღესასწაული იყო და ყველა ერის წარმომადგენლებს უფრო სწორედ ებრაელები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში განთესილები და იქაურ ენაზე მოლაპარაკე და ყველა ენაზე მოლაპარაკეს ესმის მოციქულების სიტყვა, მიუხედავად იმისა, რა ენის მატარებელიც არ უნდა იყოს. ანუ სულიწმინდამ იქვე დაგვანახა, რომ შეიქმნა ახალი ერი, რომელმაც ის ენობრივი ენობრივი გათიშულობა, რომელმაც სამყარო დაგსახსა, კვლავ შეაერთა ერთ ერში, ქრისტეს ერში. ამიტომ ერთ ქრისტიანს მეორე ქრისტიანისა ესმის, ეხლა ამ შემთხვევაში არა ვერბალურად იმდენად, მაგრამ შინაგანი მდგომარეობით ესმის. იმიტომ რომ ვერბალურად არა, მაგრამ შინაგანი სამეთყველო ენა, შინაგანი ხედვა აბსოლუტურად იდენტური აქვს ორ ქრისტიანს, თუ გინდა ერთი თქვა ჩtildeოეთში ცხოვრობდეს და მეორე სამხრეთში, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ამიტომ შეიქმნა ეს ახალი ერი, მაგრამ რადგან სამყარო მთლიანად არ გაქრისტიანებულა, იმიტომ რომ ქრისტე არავიზი არ ძალადობს. რადგან ქრისტიანობა მიიღო ზოგიერთმა ერმა და უმრავლესობამ არ მიიღო. ქრისტიანობა ყველგან არის. მაგალითად იაპონიაში არის საუკეთესო მიტროპოლია, თქვა, ხო? ჩინეთშიც იყო, სანამ ეს რევოლუცია არ მოხდებოდა იქ და მაგრამ ეხლაც იქ რაღაცა ანუ ყველ ირანშიც კი არის, ირანშიც არის, წარმოგიდგენიათ, ამ ისლამურ სახელმწიფოში, სადაც თუ იქაური მაცხოვრებელი, რომ იქ დაბადებული ისლამის მატარებელი მიიღებს ჯულს, ჩამოხრჩობა, იქაც კი არის ეკლესია. ოღონ არა ირანელებისათვის, გასაგებია. ყველგან არის მართლმადიდებელი ეკლესია, ყველგან. მაგრამ ის რომ მთლიანად ერმა მიიღოს და მთლიანად ერი გაქრისტიანდეს, ესეთი ერი ბევრი არ არის. თავის დროზე ევროპა გაქრისტიანდა. იმიტომ რომ ფაქტობრივად რომის იმპერიამ ეს საოცარი რამ მოახერხა და ეს საოცარი რამ შეიქმნა და ეს გარკვეულწილად ძალიან ბევრ რამეს უკავშირდება ისტორიულად, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ კუთხით, ახლა სხვა თემაა, მაგრამ აი ქართველებმა მივიღეთ და საინტერესოა რომ ბევრმა მიიღო და დაკარგა. ან პირველადი სახით ვერ შეინარჩუნა. მაგალითად დასავლეთმა მიიღო ევროპა, მაგრამ პირველადი სახით ვერ შეინარჩუნა. ზოგიერები განადგურდნენ საერთოდ. ან ზოგმა უარყვეს და ესე იგი უღალატეს ქრისტეს სწავლებას. ქართველმა მიიღო და შეინარჩუნა. არასრულად სამწუხაროდ. ყველა რეგიონში ეს არ არის, მაგრამ შევინარჩუნეთ. და არის ძალიან საინტერესო. სადაც შევინარჩუნეთ ქრისტიანობა, იქ შევინარჩუნეთ ქართველობა. იქ შევინარჩუნეთ ქართული კულტურა და ქართული კულტურა, ენაც, ხედვაც სამყაროსი, ურთიერთობების ფორმები, საჭმლის ჭამაც კი, რა არის საჭმლის ჭამა რაღა არის, ისიც კი
ყველაფერი ქრისტეს მოძღვრებით არის გამსჭვალული და ჩვენ ეს ყველაფერი საერთო გვაქვს. ხოლო სადაც ქრისტეზე უარი ვთქვით, სადაც ქრისტეს უღალატეთ, სადაც ქრისტესთვის არ მოვკვდით, იქ დაიკარგა ქართველობას. ეს ძალიან მარტივი დასანახავია, როცა საქართველოს ისტორიას ნახავ. ყველაფერს თავი რო დავანებოთ. არა ქრისტიანული ქართული კულტურა, ოღონ არაქრისტიანული არ არსებობს. ქართული კულტურა არის მხოლოდ ქრისტიანული. რა თქმა უნდა, იმ კუთხეებმა, სადაც ქრისტიანობა უარყვეს, გარკვეული კულტურა აქვს, მაგრამ აი ეს ღირებული კულტურა, რაც საქართველოს შექმნა, არის მხოლოდ ქრისტიანული. სხვა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ჩვენთვის თუ ძალიან ძვირფასია სამშობლო, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ერთადყოფნა, ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული, ჩვენი შვილების მომავალი. შეუძლებელია მისი შენარჩუნება ქრისტიანობის გარეშე და არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში. არამედ თბილისში, აი აქ თბილისში შეუძლებელია. ცოტა ხანში ეს კიდევ უფრო მძაფრი იქნება. და არ არის აუცილებელი თქვათ ისლამი ცეცხლითა და מחვილით მოვიდეს. ათასნაირი სამხედველობა არსებობს, ათასნაირი ორიენტაცია არსებობს, ათასნაირი ხედვა არსებობს სამყაროსი. და ცეცხლითა და מחვილით მოსულზე უფრო მტკივნეული ხანდახან სხვა რამეა, უფრო მზაკრული შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე იგივე აღმოსავლეთ საქართველოს ამ შემთხვევაში კახის რაიონია, ხო? წარმომადგენლებთან, იგივე ფერეიდანში, იგივე სამხრეთ საქართველოში, იქით სამხრეთ დასავლეთში. ყოველთვის ამ თემას წამოვწევთ ხოლმე, რომ თუ არ იქნა ქრისტიანობა, ქართული კაცი, აი მაგალითად მიწევს ხოლმე ურთიერთობა ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან. ძალიან უცნაური რაღაცა, მე არ ვიცი, აი იგივე ებრაელებს, იგივე სომხებს, როგორი ეროვნული თვითშეგნება აქვთ, უცნაური. შეიძლება ეს მე მეჩვენება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესე ვხედავ მე, რომ როგორ ინარჩუნებენ ქართველმა ებრაელებმა, აქედან წასულმა ებრაელებმა, მათმა შვილიშვილებმა, ამასინაც მიყვებოდა ერთი შვილიშვილი ჩამოვიდა აქედან წასულის. ქართულად მეტყველებს. და მე მინახე ადამიანები, რომლებიც იქ არიან დაბადებულები და მშობლებმა წაიყვანეს და ვერ მეტყველებენ ქართულად. და ესე იგი, ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართველმა კაცმა თუ ქრისტიანობა ზურგი შეაქცია, მით უმეტეს უცხოში აქ მაინც ქართული კულტურის ქვეშ ვართ. უცხოში როგორც კი ქრისტიანობა ზურგს შეაქცევ, იმ წამსვე ქართველობაზეც თითქოს უარს ამბობ და ძალა ეკარგება ჩვენ ეროვნულობას. მაგალითად წმინდანების მაგალითს თუ მოუხმობთ, იგივე მაგალითად ბიბლიური წმინდანები, მოსე, პავლე მოციქული, საოცარ მაგალითს იძლევიან მამულიშვილობის. მოსე პირდაპირ ღმერთს წინააღმდეგება, რომ ღმერთი უკმაყოფილოა ისრაელ ერზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცევიან და პირდაპირ წინააღმდეგება. და პავლე ამბობს უცნაურ სიტყვებს, რომელიც ქრისტიანმა წესით არ უნდა თქვას. მზადა ვარ ჯოჯოხეთში წავიდე, ანუ ქრისტე დავკარგო. ოღონ ჩემი ხორციელი ნათესავი ერი გადარჩეს. იმიტომ რომ არ უსმენდნენ პავლეს. უკასაგებია ქრისტე მოკლეს და პავლესაც არ უსმენდნენ. ეს საოცარი სიყვარული, მგზნებარება როგორი ჩანს აი ამ დიდი წმინდანებისა და მე ჩვენი მამულიშვილების თქვათ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ხო აი ქართველი მამულიშვილი და წმინდანი ეკლესიის მიერ შერაცხული თითქმის იდენტური მცნებებია. მე რამდენიმე გვარი ჩამოვწერე კიდევაც. ეხლა ანდრია პირველწოდებული არ არის ქართველი და თქვათ იგივე ნინო, მაგრამ ეგრე მირიანის შეიძლება ითქვას და ვახტანგ გორგასლის გენეტიკურად შეიძლება იქიდან იყოს, აღმოსავლეთიდან წარმოშობით, მაგრამ თავისი ჩვენთვის ანდრია ქართველია, მაგრამ ანდრიას დავანებებთ, ხო იგივე სიდონია კიდევ ვიმეორებ, ის რაც საქართველოს წიაღშია, რაც ქართული სულის და ქართული კულტურის მატარებელია. ნინო, მირიამი, ვახტანგ გორგასლას საერთოდ საოცარი ანდერძი აქვს. რომ
ეძიებდათ სიკვდილს ქრისტესათვის. ესეთი რამე წმინდა მამებს თუ გამოუთქვავთ. გრიგოლ ხანძთელი, დავითი, თამარი, ეხლა შოთა წმინდანაც შერაცხილი კანონიზირებული არ არის, მაგრამ მისი ფრესკაა იერუსალიმში და ანუ ის ეკლესიისათვის უცხო ადამიანი არ არის, ხო და ასე შემდეგ. ევდემოს კათალიკოსი, საოცარი კათალიკოსი, რომელიც არ შეეპოვა იმ მმართველობას, უმძიმე რომელიც საქართველოში იყო, საქართველოს გასპარსელებას რო არ შეეგოა და ფაქტიურად მოკვდინებული იქნა. იოთამ ზედგენიძე, ყველა მითით საოცარი გმირი, რომელმაც მეფე თავისი სიცოცხლით გადაარჩინა, ხო? თეოდორე ყველთელი, სამასი არაგველი, მარაბდელები, დიმიტრი ყიფიანი, ილია ექვთიმე, რომ ეს მამული შვილობა და წმინდანობა იდენტური მცნებები იყო საქართველოში. ესე იყო ყოველთვის. და ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა. საღვთო ისტორიასთან დაკავშირებით მე გითხარით საქართველოს როგორც საღვთო ისტორია რო დაიწეროს. აი რამდენიმე ეს არის იქიდან ქართლის ცხოვრებიდან რამდენიმე სამ რაღაცაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ჩვენი ერის წარმომავლობის ერთ-ერთი თეორია ის არის, რომ ჩვენი ერის მამამთავარი იყო ქართლოსი. ქართლოსი და ქართლოსი როცა ჩამოდის საქართველოში ეს ენების აღრევის მერე, ბაბილონის გოდოლის ენების აღრევის მერე. ქართლოსის სარწმუნოებაზე არის უცნაური რაღაც დაწერილი, რომ ის იყო ერთი ღმერთის დამბადებელის თაყვანისცემელი. ერთი დამბადებელი ღმერთის თაყვანისცემელი, ანუ პრინციპში წარმართი არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს რა პერიოდია. ერთ ღმერთს ემდა თაყვანს. და ასევე კიდევ ერთი საინტერესო ადგილია ქართლის ცხოვრებაში, ეს ჯერ კიდევ წარმართულ საქართველოსია საუბარი, მეფე ადრეკი. ესეთი მეფე ქართლის ცხოვრება ესე მოგვითხრობს, რომ მეფე ადრეკი ბრძოლის დროს ყიჟინას დასცემს მტერთა ბრძოლის დროს და ამ ყიჟინის დროს ამბობს ივერიე ყიჟინა ი და ვერია, ანუ მოვერია. და ქრონოლოგიურად უკავშირებს ქართლის ცხოვრება აი ამ ყიჟინას და მტერზე გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას უკავშირებს ქრონოლოგიურად უფლის ჯვარცმას. უფლის ჯვარცმით გარეგნულად უფალი მოიკლა, მაგრამ არსობრივად ეშმაკი დამარცხდა. ანუ ეშმაკს ძალა გამოეცალა. და ესე იგი ეშმაკის დამარცხება და ამ დროს მეფე ადრეკის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც აი ამ ყიჟინით იწყებოდა, გრძელდება სიტყვებით ვერია და სწორედ ქართლის ცხოვრება გვეუბნება, რომ სიტყვა იბერია არის სწორედ აქედან გამომდინარე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს ქართლის ცხოვრების აღწერელი საქართველოს ისტორიას და წმინდა გიორგისთან დაკავშირებით, რომ ესე იგი გეორგია მიწათმოქმედი ხალხი, ასე შეიძლება ითქვას და გიორგისთან თან ესე გეორგიას ვიწოდებდნენ ჩვენ და ამავე დროს ჩვენი დამოკიდებულება წმინდა გიორგისთან როგორც მებრძოლი წმინდანი. გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული მონასტრების ასივე ახლა მე შემეშალოს, უდიდესი უმეტესობა მონასტრებისა იყო წმინდა გიორგის სახელობის. უცნაური რატომ არის? იმიტომ რომ გრიგოლ ხანძთელი ერისკაცი ხო არ არის, ის არის მოღვაწე ასკეტი ბერი. მას შეიძლებოდა ძალიან ბევრი ასკეტი ბერის, თქვათ, სახელობის ბერის წმინდანად შერაცხილი ასკეტი ბერის სახელობის მონასტერი დაეარსებინა. მაგრამ სპეციალურად არსებობს წმინდა გიორგის მონასტერი. რატომ? მეომარია თუ რა არის ფიზიკურად? მაგრამ არა, სულიერი მეომარია. ქრისტიანობა ეს არის მეომრების რელიგია. მეომრების რელიგია ქრისტიანობა. ამის მაგალითად კიდევ ერთი დასტური შეიძლება მოვიყუროთ, მე წეგან იაპონია ვახსენე. იაპონიის განმანათლებელი არის წმინდანად შერაცხული მოციქულთა სწორი ეპისკოპოსი ნიკოლოზი გვარად კასატკინი. ეს ჩავიდა რუსეთი, ახალგაზრდა იყო 25 წლის, ჩავიდა რუსული მისია იყო ქრისტიანული, ოღონდ ჩავიდა რუსული გარნიზონისათვის. კაპელანი იყო პრინციპში, სამხედრო, ესე იგი მღვდელი იყო. მაგრამ ახლა ხო გადიოდა გარეთ და რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა იაპონელი ხალხი, მათი კულტურა, მათი ენა შეისწავლა. გასმის და 7 წელი სწავლობდა იაპონურ დამწერლობას, ენას, კულტურას.
ისე კარგად იცოდა მათ რელიგიას, ბრწყინვალედ იაპონელებზე უკეთესად. ეს ხალხი შეიყვარა და არ შეიძლება რომ ქრისტიანს, ესე იგი, არ ქონდეს სურვილი რომ მეორე, როცა ის ღმერთისაკენ მიისწრაფის, არ შეიძლება რომ არ გაუჩნდეს სურვილი მეორე ადამიანს დაანახოს. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ქრისტეს ვეძებ, ქრისტეს ვხედავ და ჩემთვის ზურფასი რო ხარ, მე არ შემიძლია არ გითხრა რომ იცი რა ბედნიერება ქრისტესთან თუ გაიხედები და ბუნებრივი რეაგირება, ბუნებრივი ის ქონდა მას მდგომარეობა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა იაპონელი ხალხისათვის, რომელსაც მე ამბობს საკუთარი ერივით შევიყვარეო ამბობს. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ იაპონიაში მაშინ იყო აკრძალული ქრისტიანობის ქადაგება და ქრისტიანობის მქადაგებელი კანონით ისჯებოდა სიკვდილით. იმ პერიოდში ცოტა ეს კანონი აღსრულებაში ნაკლებად მოდიოდა, მაგრამ ეს კანონი რეალურად არსებობდა და დაიწყო მან ქადაგება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიკვდილო საფრთხეს მოიცავდა ეს მისთვის. და ერთ-ერთი პირველი, ვინც მასთან მივიდა, ეს იყო იაპონელი სამურაი. ეხლა სამურაები მაშინ როგორც კლანი აღარ არსებობდა, მაგრამ სამურაების შთამომავლები არსებობდნენ და გარკვეულ რეგიონში ცხოვრობდნენ და თავისი ფარიკაობის სკოლები ჰქონდათ, მაგრამ ეხლა იმ ტიპის სამურაები როგორც რაღაც აზნაურთა კლასი იყო ფაქტიურად ეს, ეგეთი კლასი აღარ არსებობდა, იმიტომ რომ უკვე თანამედროვე იაპონია, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი. მე-19-ის ბოლოს და მე-20 დასაწყისი და მივიდა რისთვის მოსაკლავად. ეს იყო დიდი ოსტატი ფარიკაობის, სამურაი, ძალიან ავტორიტეტული და მივიდა ესე ვერ აიტანა ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო ამის ქადაგებლობა ქრისტიანობის და იაპონურ მეხსიერებას გენეტიკურად ახსოვს კათოლიკური მისიები, რომლებიც ძალიან ცუდად გაიხლარდნენ იქ ინტრიგებში და ამიტომ აიგრძალა ეს ქრისტიანობა. საოცარი რა იყო, რომ მივიდა მოსაკლავად და სურათიც არსებობს, კასატკინი მაღალი კაცია, ცოტა წარმორჩილია და უზარმაზარი ხმლით. მივიდა მოსაკლავად. მაგრამ სანამ მოკლავდა, ხა ყაჩაღი ხო არ არის, სამურაია, მებრძოლია. გაესაუბრა აბა ერთი რა რებს ლაპარაკობ ერთი მოგისმინოო უთხრა. ამან უკვე იაპონური იცის. დაიწყეს საუბარი, კარგა ხანი ისაუბრეს. საუბრის მე არ მოკლა. წავიდა, მოვალო კიდო მეოშენ, მოვალო. მივიდა, კიდე ესაუბრა, კიდე არ მოკლა, კიდე წავიდა. და რამდენიმე მისვლის მერე მოინათლა. გახდა პირველი მისიონერი და პირველი მღვდელი იაპონელი. და დღეს 30,000-ზე მეტი ქრისტიანია იაპონიაში. და ესენი არიან შთამომავალნი იმ სამურაებისა, რომელიც თავის დროზე აი ესე ცალკე რეგიონში ცხოვრობდნენ. ანუ ყოფილი სამურაები და მათი შთამომავლები გახდნენ ქრისტიანები. ეს მაგალითი ერთი იმისა, რომ აი ეს მებრძოლის სული, როგორ ეხმარება ადამიანს იყოს ქრისტიანი. და ქართველობაში წმინდა გიორგისადმი ეს დამოკიდებულება, ხო, შემთხვევითი არ არის. და გრიგო ხანძთელიც იმიტომ აშენებს ამას, რომ მან იცის, რომ თუ არ ახარ მებრძოლი შინაგანად ქრისტიანი ვერ იქნები. და მაშინ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს არაბობისაგან განადგურებული საქართველო და გაპარტახებული და რა დღეში ვიყავი და იქიდან მოდის ეს მერეს ბაგრატიონების დინასტია იქიდან იწყებს და გრიგო ხანძთელი დიდ როლს ასრულებს ამ საქმეში და ასე შემდეგ. თუმცა თვითონ არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა. ამაშია საქმე, გრიგო ხანძთელი თავის ავტორიტეტით, სულიერი ავტორიტეტით ახერხებს ამ დუღაბის როლის შესრულებას და წარმართველი როლის და ძალა სულიერი ავტორიტეტიდან გამომდინარე ხდება. ეს არის. თუმცა არის, უნდა ითქვას, ეს აუცილებლად უნდა გითხრათ, ნაციონალურ თვითშეგნებას, ეს რომელიც ღირებულებაა, თავისი გარკვეულად უარყოფითი მხარეები აქვს. ეს უარყოფითი მხარეები ძალიან მოკლედ რო გითხრათ და ჩამოგითვალოთ ეს და არის შოვინიზმი არსებობს, ფაშიზმი არსებობს. არსებობს ეკლესიაში ესეთი ტერმინი ეთნოფილეტიზმი. ეს არის, როდესაც ქრისტეზე მაღლა ეროვნულობა დგება ეკლესიაში. ეს როგორც ერესად, წვალებლობად აღიქვება და ძალიან ცუდი რაღაცა. ანუ გადახრები, უკიდურესობები არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს ღირებულებითი მხარე, ხო? თქვათ, იგივე პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული, როგორც რეალიზება ქრისტეს ცნებისა გიყვარდეს მოყვასი შენ. თუ მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები წმინდა წერილში, თუ არ გიყვარს ძმა, რომელსაც ხედავ, როგორ შევიყვარებ ღმერთს, რომელსაც არ ვერ ხედავ. თუ არ გიყვარს სამშობლო, რომელსაც ხედავ, შენს გვერდზე მყოფი
თუ არ გიყვარს სამშობლო, რომელსაც ხედავ, როგორ შეიყვარებ უხილავ სამშობლოს. უხილავი სამშობლო არის ყოფობა მამა ღმერთის წიაღში. 64 ხანდახან გაგებულია ხოლმე ისე როგორც ისლამშია გაგებული. რაღაც საჩუქარი ღმერთისაგან, იმიტომ რომ მისი მეგობარი გავხდი. ქრისტიანობა გეუბნება, რომ 64 რაღაცა ესეთი საჩუქარი კი არ არის, უპირველეს ყოვლისა 64 არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა მარადიული. ეს არის სამშობლო. და როგორ შეიყვარებ სამშობლოს, რომელსაც შენ დღეს ვერ ხედავ, თუ არ გიყვარს ხილული სამშობლო. და რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, თუ მეზობელი არ გიყვარს, შენი ჯგუფელი არ გიყვარს, შენი ძმა არ გიყვარს, შენი მეგობარი არ გიყვარს. ადამიანი ქართველი კაცი თუ არ გიყვარს, სამშობლო როგორ გიყვარს? გესმის? აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და აი ეს ღირებულებები, როგორცაც ჩვენ საუბრობდით, ხო? ეს ღირებულებები არის სწორედ აი ამ გამტკიცება, მტკიცდება, ეს ეროვნული ღირებულებები მტკიცდება სწორედ ქრისტიანული სულისკვეთებით. ქრისტიანობა არის დუღაბი და ესე იყო ყოველთვის ჩვენი ერისა და არ არსებობს ეროვნული განვითარება სახელმწიფოებრიობის განვითარების გარეშე. სახელმწიფო ერთგვარი შეიძლება ითქვას არის სახელმწიფო თითქოს ადამიანი რო წარმოვიდგინოთ, სახელმწიფო არის ხორცი, ხელისუფლება არის შესამოსელი, აუცილებლად ჭირდება შესამოსელი ხელისუფლებას. ხოლო ეროვნული სული, სამშობლო, აი რასაც ქვია, არის სული ადამიანის. და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სადაც სახელმწიფო მოიშალა, იგივე სადაც თქვენ ცხოვრობთ აღმოსავლეთში, იგივე სამხრეთ-დასავლეთში, სადაც სახელმწიფო მოიშალა, იქ იკარგება ბევრი რამე და მათ შორის ქრისტიანობა. მთელი ბიზანტია განადგურდა, იმიტომ რომ სახელმწიფო მოიშალა. ანუ ძალიან ძვირფასია ჩვენთვის რო გვაქვს სახელმწიფოებრიობა. არსებობს ერები, რომლებსაც სახელმწიფო არ ქონია, არასოდეს, ან ქონია და ეხლა არა აქვს. აი ყველა მიცეთ ეხლა უცებ თავში რაც მომივიდა ქურთების ამბავი. ხო რა, ჩვენზე გაცილებით მეტნი არიან. და 4 სახელმწიფოს ტერიტორიაზეა გადაჭიმული. და ნახეთ რა სახელმწიფო არა აქვს და როგორი პრობლემის წინაშე არიან. ის ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ, თქვათ, იგივე ტაო-კლარჯეთში, ლაზები, გურჯები, ჩვენზე მეტნი არიან, მაგრამ სახელმწიფო რო არა აქვს, ნახე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ეს არის ღვთის საჩუქა, რომ გვაქვს სახელმწიფო. მაგრამ როგორ შეიძლება რომ ხორცის სულის წინააღმდეგი იყოს და ტანსაცმელი კიდე ესეთი მეცვას, რომელიც ხორცის წინააღმდეგია. ან უზნოდ გამაშიშულებს, ან დასაცინს გამხდის, ან გამაციებს, ან ჩამხუთავს, გესმის, საბოლოო ჯამში თლიანად დამაზიანებს. ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ სახელმწიფო იყოს ცოცხალი და ძლიერი, ძალიან ძლიერი. და სახელმწიფო კიდე უნდა ახმოვანებდეს, უпроსტოდ მატერიალიზაციას უკეთებდეს იმ სულიერს, რაც ერში არსებობს. ამიტომ ყველა კანონი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იღებს, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ თქვათ, კალკირებას აკეთებენ, თქვათ, დასავლური ქვეყნების. და მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ესე ვხედავ, მაგალითად, თქვათ, ამერიკაზე როცა არის ხოლმე სწორება, თავშოთ ახლა ამერიკის მაგალითი მოვიყვანე, ხო? შედალოცილო, ამერიკისათვის არის რაღაცა ღირებული. რა არის ეს ღირებული ამერიკისათვის? ეს არის მისი კონსტიტუცია. სადაც სისხლით ჩააქციეს და იომეს და იბრძოლეს და ბოლო-ბოლო ეს შეინარჩუნეს. ახლა დღეს არ ვიცი როგორი მიდგომები აქვს ბოლო, თქვათ, უახლოეს 10 წელიწადში, 10 წლის განმავლობაში, მაგრამ საერთოდ ამერიკელები ძალიან უფრთხილდებიან, ხო? აი ამას. იმიტომ რომ მათი აღმოცენებული. ჩვენ ის რაც ამერიკელებისათვის არის კონსტიტუცია მათი. ხერხემალი. ჩვენთვის ის არის ჩვენი ქრისტიანული სამხედველობა. გამოაცხლი ამ ხერხემალს, აღარაფერი აღარ დარჩება ჩვენგან. ამან შექმნა ქართული კულტურა და არ შეიძლება რომ კანონები არ ითვალისწინებდეს ჩვენს ეროვნულ აი სულისკვეთებას და ხერხემალს. და ამიტომაც არის რომ აი მაგალითად თქვენ იცით რომ ძალიან იყო ესეთი ეს პერიოდულად ეს ნებათაღელობა დასავლეთის წინააღმდეგ. რატო იყო დასავლეთის წინააღმდეგ ეს? იმიტომ რომ ისეთი ფორმით მაწვდიან, რომ ჩემ ხერხემალს ანგრევენ და არყევენ იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ჩემშია. ანუ არასწორად იქნა ბევრი რაღაცა მოწოდებული, ხო? ჩვენ ვინარჩუნებდით ჩვენს იდენტობას цаრისტულ რუსეთში, ვინარჩუნებდით საბჭოთა რუსეთში, ვინარჩუნებდით. აგერ თქვენ ინარჩუნებთ იქ, სადაც ხართ, სადაც ძალიან ძნელია ამის შენარჩუნება. ამიტომ ეს ხერხემალი ჯერ კიდევ არსებობს.
საბჭოთა კავშირის დროს, როცა თითქოს რწმენა არ იყო, რწმენისაგან შემორჩენილი ცხოვრების წესი და კულტურა ჯერ კიდევ იყო. მე მახსოვს ბებიები და ისინი მორწმუნეები არ იყვნენ, მაგრამ მახსენდება მათი საუბარი, მათი ხედვა, ანუ ბევრ ქრისტიანს შეშურდება დღეს. ანუ ის იდეოლოგიური სიმახინჯე, რასაც ათეიზმი ერქვა, ის ძალიან იმით შევიწროებული და დახეიბრებული ხალხი იყო, მაგრამ ცხოვრების წესს ვერაფერი ვერ დააკლო, შენარჩუნებული აღმოჩნდა. და იმიტომ გაცოცხლდა მე ჩვენში ყველაფერი. თქვენთანაც ის ვინც შეინარჩუნა ქრისტიანობა დღეს მყარად არის შედარებით, ხოლო ვინც ქრისტიანობა არ შეინარჩუნა, თქვენ კარგად ჩემზე უკეთ იცით, რამხელა განსხვავება არის. ამიტომ დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გადარჩენა ეროვნული მთლიანად, არა მარტო თქვენი, არის ქრისტეში. ოღონდ ქრისტეში გადარჩენაში მე რაღაც ის არ არის ლოზუნგი, რაღაც წეღანა ვთქვი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს არის რეალური კავშირი ღმერთთან. რეალური კავშირი ღმერთთან, რომელიც სკოლაც არის ეკლესია. და რომელშიც სწორად ჩაწვდომის შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ქრისტე მისთვის გახდეს ის რეალობა, ხელმოსაკიდი რეალობა, რომელიც დაუპირისპირდება ამასოფლის საცდურს. და მერე უკვე ამ ქვეყნიური ღირებულებები ისეთი ძვირფასი ხდება ჩემთვის და ძვირფასი ხდება იმდენად, რამდენადაც ამ ქვეყნიური ღირებულებები მე ქრისტეს მაკავშირებს. ჩვენმა წინაპრებმა შრომით, ოფლით, სისხლით, ბრძოლით და ლოცვით მომიტანეს დღეს როგორი საქართველო იცი, რომ მე საბჭოთა კავშირში რომ 20 წლამდე ისე ვიყავი, 20 წლისას უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი ქონდა დამთავრებული უკვე. ღმერთი სიტყვა ღმერთი დადებით კონტექსტში გაგებული არ მქონდა. აი ესეთი ხუფი იყო ათეისტური რა, ყველგან სადაც მე ვიყავი, ყველა ესე არ იყო, მაგრამ მე ესეთ გარემოში ვიყავი. და როდესაც მე ღვთისძიება დავიწყე, ძალიან გამიიოლდა, რომ გავხდარიყავი მართლმადიდებელი. და ეს ჩემი წინაპრების დამსახურებაა, იმიტომ რომ მე სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან რომ მისაუბრია, იგივე ისლამის წარმომადგენლებთან, როცა ვესაუბრები მათ მართლმადიდებლობაზე, ტვინილ ამის არის აუფეთქდეთ, იმდენად ძნელი ასატანია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება. ეს არის დიდი ჯვარი ჩვენი გონებისათვის. და ასევე ცხოვრების წესი, როცა გეუბნება ქრისტიანობა, რომ ქრისტეს უნდა დაემსგავს, ეს იოლი არ არის. და ამავე დროს ეს ძალიან დიდ ვაჟკაცობას, შინაგან რესურსს მოითხოვს და ჩემთვის იოლი იყო, იმიტომ იყო, რომ მე ამ კულტურის ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლამდე საერთოდ კიდევ ვიმეორებ, სიტყვა ღმერთი დადებით კონტექსტში არ მქონა გაგებული. და ეს ჩემი წინაპრების დამსახურება, მათ შრომით და ოფლით და სისხლით და ლოცვით მომიტანეს დღემდე და მე შინაგანი ვალდებულება მაქვს ეს გადავცე. და თქვენ ამას განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვამთ, იმიტომ რომ იქ კიდევ ვიმეორებ, თუ დაკარგავთ ქრისტიანობას, პრინციპში ყველაფერს კარგავთ. მე დავასრულე, ვიფიქრე დასრულებისას. შენდობას ვითხოვე, ხა თქვენ ეს ლექსი ალბათ იცით, მაგრამ ხო არ წავიკითხო მეთქი ეს ლექსი. ეს ლექსი ერთი ადამიანი ვიცი მე, რომელიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია, არის ესეთი მასმედიის სპეციალისტი, რაღაცა ესეთი კლიპებს აკეთებს, პროფესიონალი უმაღლესი რა, ძალიან მაღალი დონის და მას ქრისტიანობასთან კავშირი ისე ქონა, ზედაპირული, ეკლესიურად არ ცხოვრობდა და ბობოქარი ესეთი კაცია რა, ცოტა ძნელია ეგეთი ადამიანისათვის სიმდაბლის სწავლა და უცნაური რაღაცა მოყვა, რომ ესე იგი მე ბას ქონდა რაღაც შეხვედრები პატრიარქთან, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და პატრიარქიც ეუნებოდა ვიღაც მღვდლებსაც იცნობდა, ეუნებოდნენ ქრისტიანობაზე, მაგრამ ეს მის გულამდე არ მიდიოდა და ერთ-ერთი მორიგი მისვლის დროს რაღაც კლიპს აკეთებდნენ. პატრიარქმა უთხრა, რომ გადასცა ისა წიგნი პატარა თხელი, ვაჟა-ფშაველას ლექსები იყო და უთხრა, გადაუშალა და აი ეს სახში რო ხომ მიხვალ წაიკითხეო. ესე იგი, სახარებაც აკითხული ქონდა ამ ადამიანს. ნუ ალბათ ზედაპირულად ახლა ისე რა, ჩაღმების გარეშე. მღვდლებთანაც, პატრიარქთანაც უსაუბრია, ნუ ეს მონოზვნებთანაც კავშირი ქონდა. აი, როდესაც ეს ლექსი წავიკითხეო, ვაჟა-ფშაველას, იმ წამსვე მასში მოხდა გადატრიალება, რევოლუცია და იმის მერე მან დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება. წაგიკითხავთ ხო ამ ლექსს? ეგება ვიღაცას გადაუტრიალდეს თუ.
ეს ლექსი ყველა მიცით, ეხლა მე თან არც ლექსის კითხულად გამოვდგები და არაფერი, მაგრამ უბრალოდ თან ქართული სულია რა, ვაჟა ხო, ვაჟა რა გესმით, ეს არის ამოუწურავი ფენომენი, რომელიც არ შეიძლება რომ მკვდარს გააცოცხლებს, შეიძლება სულიერად მკვდარს გააცოცხლებს. ამ ლექსი თან ცნობილი ლექსია, ქვია ჩემი ვედრება და მინდა კიდე ერთხელ იცით როგორ შეხედეთ, აი ვაჟა როგორი ქრისტიანია. დღეს ისეთი ხმების დადის, რომ ვაჟა ქრისტიანია, აჯერა ღვთლიშვილი იყო, იცით. ხო და მე ეს უცნაური ხმები რო დადის რა, რომ ვაჟა ქრისტიანი არ იყო და რაღაცა, არ ვიცი, ენას ძვალი არ აქვს. ღმერთო, მიიღე ვედრება. ეს ჩემი სათხოვარია. არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია. გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრეკელად. ვხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო და ჩაგრულების მცველად. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა. ცხრადვე მამყოფე ისევა, ოღონ ამშორდეს მგელობა. არ წამიხდინო მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა, მაშრომე საკეთილო და თუნდა არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოთ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზე და გაცივებულის ლეშითა. თვალებში მადლდა კარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა, ნუ დაუკარგავ ჩემ სატფოს, მადლს გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენ ხმას სხივ გამომღებელსა. სიცოცხლეთ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე, იმ სანეტარო საგანზე დაწერე ფიქრი ღრმა მწვავე ჩემი გონების საბანზე. გონებას ფიქრის ტანჯავდეს, გულს ცეცხლის წვავდეს ძლიერი. მშიოდ მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე მოუკვდე მშიერი. აი როგორც სახარებისეული პასაჟებია, მშიოდ მწყუროდეს კეთილი, ნეტარიყნე მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის. ვერ გავძღე მოკვდე მშიერი, ნუ დამასვენებ ნურა დროს. მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული, ხა, ვინ იტყვის რომ ვაჟა ტყუის, გულწრფელია. ამის სიტყვების გაგება აბსოლუტურად შეუძლებელია თუ ქრისტიანული სოფხედულო, ქრისტეს თვალებით თუ არ უყურებს სამყაროს. ვერ გაიგებ ამ სიტყვას, რას ამბობს ვაჟა. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინ ავგზნობ ლაღადა. ფარავდებს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვადრო ჟამი, სულ ბოლოს ამოგშენისა, სული შენ ლეში მიწასა. აღარ ავგლოვობ ამასა. თევზი წყალს, ცასა ვარსკვლავი, შვილი დედას და მამას. ძალიან მე რას ვიკრავ. ეს ვაჟას. ეხლა რომელი საათია? როგორ გავავლოთ ზღვარი მხილებასა და განკითხვას შორის. მხილება არის სიყვარულით ნაკარნახევი, განკითხვა მსაჯულის პოზიციიდან. როცა ადამიანი გიყვარს, მას მსაჯულის პოზიციიდან მორალს არ წაუკითხავ. არამედ სიყვარულის პოზიციიდან ელაპარაკები, გტკივა მისი მდგომარეობა და გინდა რომ ის ადამიანი უკეთესი იყოს. და გინდა რომ შენზე უკეთესიც იყოს. ესმით, ამაზეა. და სადაც სიყვარულის დეფიციტია, მაშინ იქ უკვე განკითხვაა. სადაც არ გტკივა ადამიანის ცუდი საქციელი, იქ არის განკითხვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ გაუქმდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებული ლიმიტები ინგილო ქართველებისათვის. თუ არის შესაძლოა ხო, ინგილო ქვია იმ ქართველს, ესია საერთოდ მე როგორც ვიცი, რომელიც მუსლიმია და ქრისტიანი თუ აქ ქართველი, იმას ინგილო არ ქვია. თუმცა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ
მთლიანად ინტეგრაციისათვის მიუხედავად სარწმუნოებისა. გინდა მუსულმანი იყოს, გინდა ქრისტიანი იყოს, ჩვენ ერთი გენეტიკური კოდი გვაქვს, ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ ვიზრუნოთ ერთმანეთთან ერთობისათვის, გაერთიანებისათვის. და თუ არის შესაძლებელი საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში ინგილო აბიტურიენტების შეღავათიანი პირობების ჩარიცხვა. შესაძლებელი კი არა. ჩემი ნება რო იყოს. ძალიან დიდ კვოტას გამოვყოფთი. ესე იგი, საინგილოში მსხობი ქართველებისათვის, ფერეიდანში მსხობი ქართველებისათვის და ასე შემდეგ. და თუ არ არის ეს, ერთ-ერთი პასუხი მაქვს, რომ ვაი სირცხვილო რა, არ ვიცი. საინგილოში საქართველოს რაიონის დაბა ალიაბადში, სადაც ძირითადად მუსლიმი ინგილო ქართველები ცხოვრობენ, ასევე მცირერიცხოვანი მართლმადიდებლებიც. იქ ცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ვერ ამხელენ თავის აღსარებლობას. აშკარად და აზერბაიჯანული ადმინისტრაცია ეკლესიის აშენების უფლებას მათ არ აძლევს. საქართველოს ხელისუფლება კი დუმს. ესეთი კითხვები ალბათ ბევრი იქნება და მე ჩემ ხედვას გეტყვით. მე როგორ ხედავ ამ სიტუაციას, ამ სავალალო მდგომარეობას. მე ჯერ კიდე ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მახსოვს, როცა ჩვენი ხელისუფლებაში იყო მაშინდელი ცეკას დივანის შევარდნაძე. იმ პერიოდიდან მოყოლებული მახსოვს ეს ხმები, ეს საუბრები, როგორ წუხდნენ ჩვენი მამები, ბაბუები, პაპები და როგორ გვესმოდა ეს ხმა, რომ ესე იგი როგორ ჩაგრავენ საბჭოთა კავშირის პერიოდს გეუბნებით, როგორ ჩაგრავენ საინგილოში ყოფ ქართველებს, როგორი რთულია რომ იქ ესე იგი ქართული წიგნები შევიდეს, სულ პრობლემა იყო ეს, სულ. და ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ყოფ აზერბაიჯანელებს ყოველთვის კარგად ექცეოდნენ. აქ შევარდნაძე ეფერებოდა აქაურ აზერბაიჯანელებს, იქ ქართველებს ჩაგრავდნენ და მე როცა შეხვდებოდნენ დიდი ალიევი და ეს მამა ალიევი და შევარდნაძე მაშინდელი ცეკას დივანი, სულ ძმური სიყვარული ქონათ ერთმანეთთან. მაგრამ მაშინ იყო საბჭოთა კავშირი და დღეს არის დამოუკიდებელი საქართველო და მე ვხედავ რომ იგივე გრძელდება. მათ შორის მეჩეთების აშენება აღმოსავლეთ საქართველოში აქეთ პრობლემის გარეშე, რა ვიცი, ზრუნვა-მადზე ყველაფერი, არანაირი პრობლემა არა აქვთ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა პრობლემა შეიძლება აქვს, მაგრამ რაღაცა პრობლემა აგერ თბილისში გვაქვს ქართველებს. საქართველოში პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ იმის გამო რომ აზერბაიჯანელია, მე მგონი ამის პრობლემა არა აქვთ და იქ არის დღემდე არათუ ახალი ტაძრების აშენება, აქ ახალ მეჩეთებს აშენებენ. არამედ ძველი ტაძრების მოვლა პატრონობას. ისინი ჩემულობენ თავში, იმიტომ გითხარით, ჩვენიაო ამბობენ, ჩვენიაო. უბრალოდ ალბანურიაო და ჩვენ ალბანელების მემკვიდრე ტყუილია ეს. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, რომ რომელიმე თქვენი წარმომადგენელი მეუფე ანანიასთან იქ შევიდეს, იქ იკითხოს და მინიმუმ 2 წიგნი აქვს. 2 წიგნი არის. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ექნება თითო ეგზემპლიარი მაინც. ძალიან კარგია, რომ თქვენ ამას მიაქციოთ ყურადღება. ამიტომ დიახაც ეთყობა ჩვენც უნდა გავაკეთოთ მეტი ეკლესია, მაგრამ ეხლა ეკლესია მე კი ვამბობ, მაგრამ მე მღვდელი ვარ რიგითი და მე არანაირი ძალაუფლება არ მაქვს. გარდა იმისა, რომ ეხლა ასე ვსაუბრობ. ანუ ეკლესიის მმართველობას ვამბობ, უფრო მეტად უნდა მოთხოვოს იგივე ხელისუფლებასაც და რაღაც რელიგიურ საერთო ზოგად რელიგიური რაღაც ისინი ხო არის შეხვედრები და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ, აბა ვინ უნდა გააკეთოს. მაგრამ არის ერთი მაგრამ. თქვენ მეტი ერთობა გინდათ. თქვენ მეტი კავშირები გჭირდებათ ერთმანეთთან. მეტი გუმხურვალება გჭირდებათ, მეტი თანადგომა. გესმით? ისტორიულ ჭრილში დანახვა თქვენი პრობლემის. გესმით, ეს მომენტი არის. იმიტომ რომ ისტორიაში ესეა ცნობილი, რომ მან ლეკების დიდი როლია ქართველების გამუსულმანებაში და სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვკითხულობთ ისტორიას, ესე ვხედავთ, რომ ლომის წილი იქაური ქართველების მაშინ, იქ აღმოსავლეთ კახეთია, როგორც გითხარით, გამუსულმანებაში თვითონ ქართველებს მიუძღოდათ.
იმიტომ რომ იქ გლეხის ყოფნა იქით უფრო იოლი იყო რაღაც გადასახადები თუ რაღაცა ვიდრე აქეთ. ყოველ შემთხვევაში ესეთი თეორიები არსებობს. მე კიდევ ვამბობ ისტორიკოსი არა ვარ. მაგრამ მე ვიცი რომ ეს პრობლემები არსებობდა. რომ ესე იგი ადამიანებს უჭირდათ ქრისტიანობა და ერჩივნათ ისლამი, ოღონ არა ისლამის გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ რაღაცა, თქვათ, უფრო გარკვეული შეღავათები ქონათ ცხოვრებაში. მაგრამ არსებობს ისლამიც, მაგალითად აჭარაში ეს პრობლემა არის დღეს, ხო, იქ ვინ უშლის ახლა რომ ადამიანი გახდეს ქრისტიანი. თქვათ, ისლამის მიმდევრ ქართველს, მაგრამ არის მისდევს ისლამს. ასე რომ ეს მესმის რომ რელიგია ადამიანის არჩევანია. მაგრამ მეორე ხივის რეალობა რომელიც არის ფაქტის წინაშე გვაყენებს თუ ჩემთვის ქართველობა ძვირფასია იკარგება ეს ქართველობა და იკარგება იმიტომ რომ სად ახლა მუსულმანი ქართველი მithumetes აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გასილებით იოლად მოხდება მისი ასიმილაცია ესე არ არის იქაურ მოსახლეობასთან ვიდრე ქრისტიანი ქართველის ბუნებრივია ეს ამიტომ ამ შემთხვევაში სარწმუნოებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული თვითშეგნების და გადარჩენის თვალსაზრისით. მაინტერესებს თუ ადამიანს აქვს ესეთი ცოდვა, რომელსაც მოძღვარს ვერ ეუნება და უფალთან რომ მოინანიოს ის ცოდვა მიტევებული ექნება თუ არა. ყველა ცოდვას მონანიება ხდება უფალთან. მოძღვარი ამ შემთხვევაში სხვა როლს ასრულებს იქ. და ამიტომ როცა ადამიანი ცოდავს, ქრისტეს წინაშე უნდა მოინანიოს პირველ რიგში. მაგრამ როდესაც ადამიანს უჭირს დამალოს, უჭირს ესე იგი აღიაროს მოძღვართან ცოდვა და ამავე დროს ამას გარკვეულად ღვთის სიტყვას მავალდებულებს, იმიტომ რომ ეკლესიამ უნდა მომიტევოს მე რომ მომეტევოს ზეცაში ეს გაწერილია წმინდა წერილში. რაც არ უნდა ადამიანს ალოგიკურად მოეჩვენოს, ამას თავისი ძალიან ღრმა თეოლოგიურ საუბრებში ჩაგვიყვანს. როცა ადამიანი ქრისტეს წინაშე ნანობს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქრისტეს ეურჩება. აქ ლაპარაკია უკვე ადამიანის, ყველანი ვართ ესეთები, მეც პატივმოყვარე ვარ, ჩემს პატივმოყვარეობა არ მიშვებს, რომ მე ვაღიარო, რომ მე იცი ესეთი საქციელი ჩავიდინე უღირსი. მაგრამ პატივმოყვარეობა და სიამაყე გაცილებით ძიმე ცოდვაა ვიდრე ნებისმიერი ჩემი ჩადენილი საქციელი. ამიტომ, როდესაც მე პატივმოყვარეობა და სიამაყე არ მიშვებს, რომ ახსარება ვთქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ცოდვაზე უფრო მძიმე ეს სიამაყე და პატივმოყვარეობა აქვს, რომელსაც ვერ გადავტეხავ, თუ ახსარება არ ვთქვი. გესმით? ასეთ შეხედეთ. ეს ძალიან მოკლედ, თორე აქ ძალიან ღრმად შეიძლება ამ თემაზე ჩაღმავება. მაინტერესებთ რას ეტყვით იმ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს, რომ სულიერო პირი ძვირად ღირებულ მანქანაზე ზის. ფუფუნება კარგი არავისთვისაა. აი, ადამიანი საუბრობს. მე ეკლესიაში რა მინდა კაცო, როცა მღვდელი ძვირად ღირებულ მანქანაზე ზის. რა უთხრეს ეს ადამიანს? მართალი ხარ? ფუფუნება არ ვარგა. არ ჩემთვის და არც იმისთვის, ვინც ძვირად ღირებულ მანქანაზე ზის. ფუფუნება არავის არ ვარგა. რატომ? იმიტომ რომ ფუფუნება ადამიანის თავარ არს არღვევს, თავარ საზრის აცილებს. ფუფუნებისაკენ მიდრეკილი ადამიანი ვერ ეძებს ღმერთს. გასმით? თუ ადამიანი მიდრეკილია ფუფუნებისაკენ, იმას თუნდაც აი ვინც ეს ღამე ლოცვა უყვარს, იცის რა ძნელია ღამე წამოდგომა, ღამე ვერ წამოდგება, ფუფუნება რომ მიყვარს, ღამე რა წამომაყენებს თქო. კარგად დავიძინებ. ფუფუნება რომ მიყვარს, რა მომარხულებს. გესმით? ფუფუნება რომ მიყვარს, ესე იგი და ასე შემდეგ. ასე რომ რა უნდა უთხრა? არაფერს არ უნდა უთხრა. ფუფუნება არ ვარგა. ოღონ აქ არის ერთი ნიუანსი. მე ვარ მღვდელი. ძალიან ბევრ მღვდელს ვიცნობ. სულ ამბობ ხოლმე ამას. არც ერთ მღვდელს არ ვიცნობ, არც ერთს. რომელსაც ძვირად ღირებული მანქანა ყავდეს. ყავთ მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს, მაშინ სააკაშვილის დროს ხელისუფლებამ რო აჩუქა და მეტი არ ვიცი. იმათ ყავთ, იმიტომ რომ მათ და დანარჩენ მღვდლებს, რიგით მღვდლებს, მე არ ვიცნობ.
მე არ ვამბობ, რომ არ არიან, ალბათ არიან, მაგრამ მე არ ვიცნობ. და საკმაოდ ბევრ მგდელს ვიცნობ. ისე დანგრეული მანქანებით მოდიან ხოლმე, ხანდახან რამასინათ ერთ-ერთ შუაგზაში გაუჩერდა. რამდენიმე თვეა ტაძარში სიარული და ლოცვის წაკითხვა მეზარება და სიზარმაცე როგორ დავძლიო. ჩვენ რომელ საათამდე გვაქვს დრო? უი, 9:30-ია. 20 წუთი გვაქვს დრო. 9-მდე. ესე იგი, ადამიანს როცა ეზარება წირვაზე დგომა და როცა ეზარება ლოცვა, მე არ მჯერა, რომ ადამიანს ღმერთთან ურთიერთობა ეზარება. იმიტომ რომ იესო ქრისტე არის სიყვარულის, სიცოცხლის და ბედნიერების წყარო. როგორ შეიძლება ადამიანს სიცოცხლის, სიხარულის, სიყვარულის და ყოველგვარი სიკეთის წყაროსთან ურთიერთობა ეზარებოდეს? გამორიცხულია ეს. აბა რო ეზარება? არ ეზარება მას ის, რაც მე ვთქვი. მას ეზარება წირვაზე დგომა გაუვაზრებლად, ისე რომ არის ის რა ხდება და იღლება და მას ეზარება რაღაც ტექსტის კითხვა, რომლის მნიშვნელობა არ იცის რა წერია. და თუ იცის, არ უნდა, იმიტომ რომ ვერ გაითავისა. აი მაგალითად, ხშირად ვამბობ ხოლმე ეს მაგალითი. მამაოჩონო ყველამ ვიცით, არსებობს სიტყვა მოვე딘 სუფევა შენი, მამაოჩონოში. და სულ ეკითხები ხოლმე ადამიანებს, აბა რას ნიშნავს მოვე딘 სუფევა შენი? უდიდეს მე ჯერ სწორი პასუხი, ბოლომდე სწორი პასუხი არ გამიგია. მიახლოებულ პასუხებს მაძლევენ ხოლმე. ადამიანმა როცა არ იცის მოვე딘 სუფევა შენი მამაოჩონოში, რა აზრი აქვს მან რომ მამაოჩონო ისაუბროს? აზრი არ აქვს. ესე იგი მან უნდა გაიგოს, მან უნდა იცოდეს რომ ლოცვა ეს არის ღმერთთან, ახლა მე თქვენ გესაუბრებით. თქვენ რომ არ გესმოდეთ არაფერი. ან მე რომ რაღაცა ტექსტი მყონოდა ჩინურად და ვთქვათ ქართული ასოები და მეკითხა. მეც დავიღლებოდი და მომბეზდებოდა და თქვენს. რა აზრი იქნებოდა? როცა არ იგებ, არ გესმის რას ეუბნები. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. წირვაზე არასწორად ვდგავარ და არ ვლოცულობ. არ ვიცი ლოცვა, არ ვიცი რა არის რა ხდება წირვაზე. არ ხვდები თანამონაწილე წირვისა, ამ მსახურების. როგორც კი ამ საკითხებს გამოასწორებ, იმ წამს კი არ დაგეზარება, ერთი სული გექნება, რომ როგორმე იყო წირვაზე. კი, ეხლავე ამას წავიკითხე. ხო, აქ ესეთი შენიშვნა ქონდათ, რომ ვისაც სურვილი აქვს, რომ თავისი აზრები გამოთქვას. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ამაში წერია ეს აზრები და თუ ვინმე სურვილი აქვს რამის თქმის, რა თქმა უნდა, თუ ვინმე სეპირად შეუძლია რამე თქვას, შეუძლია თქვას, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს რომ მომაწოდეს, ამაში არის ეს ტკივილიანი აზრები გამოთქმული და ამას ეს რელიგიურ თემებსაც ეხებოდა და კი, არა, როგორ არის? რატომაც არა? არა, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, მე ამიტომ ვთხოვ, თუ ვინმეს რა. დიახ. საპატრიარქოში არის მე ნახე გამოცი. ეს ამის შესახებ უბრალოდ პრობლემა. საპატრიარქოს არ შეუძლია რომ დაახოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაცია აზერბაიჯანში. წამოწი და წამოწუს ეს პრობლემა. რატო უნდა იყოს იქ ხალხი დაჩი? რამე პრობლემა უნდა მოიძებოს იქ რომ ეს ხალხი რომელსაც აქვს თავისი ესე იგი აღსარებობის უფლება ეს ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. საპატრიარქოს პროცესი უნდა იყოს სპეციფიკური. დიახ, გეთანხმები. უნდა იყოს იქ თვითონ ჩვენი თავრობას უნდა ესე იგი შევაწყვეტოთ. და დაუდგებთ ამ სპეცში საპატრიარქო გავხსნით სამწუხაროდ მოწვევთ ამ სამწუხაროდ. ისთვის არის ესე დაქირავებული და ხალხის უფლების საერთოდ არ არის. თუ აზერბაიჯანის პარლამენტარი ჩამოწევს პედაგოგიაკარი თავის ხალხს იცავენ და ვერავინ ვერ უბედოს იმას რომ რაღაც ისე შეგვიძლია. აქ უნდა იყოს უთერთო ესე იგი კადრება უნდა იყოს პოლიციის. თუ აქ იცავენ ისინი და ჩვენი ხალხის უფლებები დაიცვათ. შენ ასე ესეთი რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად სწორი.
მე ვფიქრობ, რომ ეხლა მე კიდე წერანას ვთქვი, რომ მე ვარ რიგითი ჯარისკაცი, მე არანაირი ბერკეტები არ მაქვს მმართველობაში, ხო, საპატრიარქოში. ერთადერთი რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გაკეთდეს, ამიტომ მე ამ პრობლემებს შიგნიდან არ ვიცნობ, იმიტომ რომ იქ ჩვენი წარმომადგენელი იყო გარკვეული პერიოდი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მეტად უნდა მოსთხოვონ. რა თქმა უნდა, ღირსების საქმეა ეს და ჩვენმა ხელისუფლებამ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. მე არ ვარყოფ დიპლომატიას, რა თქმა უნდა, დიპლომატიას მნიშვნელოვანია საქართველოს პრობლემები აქვს, მაგრამ შეიძლება მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი რესურსი არსებობს გამოუყენებელი ხელისუფლების მხრიდანაც და ალბათ ჩვენგანაც. ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, შეიძლება თქვენი წარმომადგენლობა ისეთი ცოტა ისეთი მძიმე, კარგი გაგებით წარმომადგენლობა, რომ მიბრძანდეთ საპატრიარქოში პატრიარქთან და მოითხოვოთ ხარდაჭერა მისგან და თხოვოთ, რომ ჩაერიოს ამ საქმეში რა გაგებით, რომ ხელისუფლებას მოტვით საპატრიარქოს რა შეუულია, ხო? ანუ ხელისუფლება ანგარის თუ უწევს საპატრიარქოს, თუ უწევს, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ცოტა ხისტად მოსთხოვოს, იმიტომ რომ დღეს ხვალ და ეს ყველაფერი დამთავრდება და არაფერი აღარ იქნება უკვე რა. დღეს პროცესები სხვანაირად მიდის. საბჭოთა კავშირში კიდე გაყინული იყო სიტუაცია, გაყინული იყო და ეხლა ეს დაკონსერვებული მდგომარეობა აღარ არის და მე ვფიქრობ, რომ ყველანაირ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. გეთანხმებით. მე როცა თქვა ეს იქ ტაძარი რო იქნა შეურაცხყოფილი იქ რო ცეკვავდა რაღაც, ხო? ხა ჩემთანაც იყვნენ ინტერვიუზე და ნუ პირდაპირ გავიშულე ხელისუფლებისგან. იმათი საქმეა ეს, ამას განგაშინა ეტეხათ. ოფიციალური ნოტა თუ რა ქვია, რაღაცა უნდა გაეგზავნათ და სერიოზულად დაეყენებინათ, ელჩი დაებარებინათ, ელჩი, აზერბაიჯანის ელჩი და ოფიციალურად მოეთხოვათ პასუხი. და ამაზე უკვე რეაგირება იქნებოდა. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა იყო სუბუქი, მაგრამ ეს არ იყო მკვეთრი. ანუ ისეთი რეაგირება უნდა ყოფილიყო ამაზე, რომ სხვა დროს ერთი სურვილი აღარ გაჩენოდათ. საერთაშორისო საზოგადოება უნდა ესე იგი ფეხზე დაეყენებინათ. 1000 ბერკეტი არსებობს დღეს, ახლა გასაგებია, რომ ჩვენ არ აგვაქვს ახლა ფიზიკური ძალა, მაგრამ რესურსები არის, რომლის გამოყენება აი ეს სიტუაცია იყო, აი ესეთი ძალიან კარგი იმ კუთხით, რომ შეიძლებოდა ძალიან მკვეთრი რეაგირება. და ამ მკვეთრი რეაგირებას მე შეიძლება სხვა ნაბიჯები მოყოლოდა. თქვათ ის, რომ რატომ არ უნდა იყოს იქ მსახურება, რატო არ უნდა აღდგეს, რატო არ უნდა იყოს ქართველი მღვდელი, რატო არ უნდა იყოს ქართული სკოლა თუ ან ბავშვები მომარაგებული წიგნები და ასე შემდეგ. უნდა დაძრულიყო ეს საკითხი. კარგი ის იყო მიზეზი თუ საბაბი. კიდევ ერთხელ არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით შეურაცხყოფილები, ჩვენ ისინი იყვნენ დამნაშავეები, ეს იყო აშკარა და როცა ადამიანი დამნაშავეა და მართალი არ არის, იმასთან უკვე საუბარი ჩვენთვის იოლი იქნებოდა და არ გამოიყენეს ეს. არ ვიცი, ხო იმიტომ ახსენე რა, კომუნისტებიდან მოყოლებული. კაი, მაშინ მახსოვს, საბჭოთა კავშირი იყო და ნუ დღეს 25 წელი თავისუფალი ვარ. ეს წინა ხელისუფლება როგორ მეგობრობდნენ სუსუმები, ავით ძმები ვართო და მეგობრები და ჩადიოდნენ, ჩამოდიოდნენ პრეზიდენტები და დალოცვილო. დავით გარეჯის ამბავიც ხო არაფერზე რეაგირება არ ქონდა. არაფერზე და გახვალ იქი და შენდება მეჩეთები. კი ბატონო, მე არ მაქვს ახლა თუ სოფელია მუსულმანური და მეჩეთი უნდათ, კი ბატონო, ილოცონ ვინ უშლის, მაგრამ მე რატომ მიშლი? და გამოვიყენო იმაში, რომ მე გიშენებ, გაძლევ უფლებას, მაგრამ სანაცვლოდ იმას გთხოვი. რა ვიცი, აი ისეთი უნიათოები ვართ ხანდახან ქართველები, რომ ცხენია ხოლმე ასე მახი გითხრათ. ბატონო? კი, რა თქმა უნდა. როგორ ხმამაღლა თქვი რა თორე მიკროფონი. ასე ახლოს მოდი რა მომი რა. აქ ბოდიში, აქ რომ მოხვიდე რა, თუ ძმახარ, იმიტომ რომ ეს მიჭყიტინებს და ისედაც შორსახა პლუს ეს და ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ხო, კი. მადლობს არ ვფიქრობ უყურებ თუ არა გადაცემას. მანამდე როდესაც ეს ვიდეო დაიდო, საქართველოს საპატრიარქომ თავისი განცხადება გააკეთა. მოგვიანებით, მაგრამ გააკეთა. წინაპირას იყო საპატრიარქოს დელეგაცია ბაქოში, სადაც გადაწყდა ამ ეკლესიების ამბავი. ეს ერთი და ამაზე იმის თქმა მინდა
ანუ საბადოებში ჩაერთო, ანუ რაღაც მინიმალურ დონეზე ეგრევა მოყვა საბადოებისგან, მაგრამ სრულყოფილი და როგორც ეჭირო იყო. და ერთადერთი მე იმას დავამატებდი, რომ ანუ ეს მინდა რომ მეთვალო, თუ ვთქვათ, ალბათ ცნობაში არ იყავთ გათვითცნობიერებული იმაში, რომ საპატრიარქო იყო თუ არა იყო ჩართული, გააკეთა შესაბამისად, სადაც მაქსიმალურად ვერ მაგრამ გააკეთა, მაგრამ მთავრობამ როგორც იყო საჭირო, ისევე გააკეთა, როგორც საჭირო იყო, თავიდანვე არ ჩაერთო, არც ახლა არ ჩართული, არც წინაზე გასული 2 წლის წინ, როდესაც გავრცელდა ვიდეო, ანალოგიური ვიდეო, გაქვთ თუ არა ნახე, არ ვიცი. რა დროსაც მთავრობამ არ გამოთქვა მის ან არანაირი განცხადება არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არც ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ქართული ერის შეურაცხყოფა და რაღაც რელიგიური შეურაცხყოფა, ამაზე არც ერთ საქართველოს მხრიდან არც ერთ დელეგაციას არ გამოთქვამს. ამის თქვა მინდოდა მეტი მადლობა. პოლიტიკა უნდა იყოს, ეხლა ერთ რაღაცა მოხდა, ერთი პატარა რეაგირებით, ეს არის პრობლემა, წლები არის, ესე იგი, 10 წლეულები გრძელდება ეს პრობლემა, ეს ღრმავდება და აგერ როგორც მამაუძანდა თითოეულ ჩვენგან ვხვდებით, რომ იქ ქართული სული იკარგა. ამას უნდა სერიოზული სახელმწიფოებრივი აზროვნება, უნდა იყოს რაღაცა გაწერილი გეგმა, ეგ უნდა იყოს ჩართული როგორც საპატრიარქოს და ასევე მთავრობიდან წარმოადგენლობა, რაღაცა დაიწყეთ ამის რაღაც ორგანიზება, თქვენ უფრო ძირფესვიანად ახალგაზრდები ხართ, იცნობთ იმ პრობლემებს. ხო და მაგას ვამბობ, რომ მოთხოვთ, უნდა ვაიძულოთ ეს ხალხი იმით, არც ჩვენი მთავრობა არაფერს არ აკეთებს, სარეკლამო აგენტები არიან, ზუსტად რაღაცა გავწერთ ეს ცემა. აზერბაიჯანის და საქართველოს პოლიტიკური რანგის წარმომავლების ურთიერთშეთანხმებაზე და დიდ ბიზნესსა და საერთო ინტერესებს ეწირება ერთადერთი მაცხოვრებელი ქართველი მართლმადიდებელი ადამიანები. ამაზე ხმას უნდა იმაღლებდნენ არა მარტო იქ მაცხოვრებელი ქართველები, არამედ აქ მაცხოვრებელი ქართველებიც რა. და ეხლა რომ გადავხედოთ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენს სამთავრობო ორგანიზაციებს, დღესდღეობით ყველას აქ ერთ და იგივე რაღაცა ხელზე დახვეული. პრეზიდენტმა რა თქვა, იმან რა გააკეთა, ამან რა გააკეთა. როცა შეიძლება რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგეს და თქვას, რომ აი იცით რა არის, აი ეს პრობლემა ხდება იქ. მოდი რა ხალხო გაეცანით, აი ესეთი ამბავია, იქ ამდენი ქართველი ქრისტიანი ცხოვრობს, რომლებმაც სისხლი დაღვარის და ქრისტიანობა შეინარჩუნეს. ეს არის რეალობა და მეც დავუმატებდი ერთ. აი ეს ხდება ანალოგიური რომ მომხდარიყო ჩვენთან საქართველოში, თქვათ, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, თქვათ ესეთი რაღაც რომ მომხდარიყო მსგავსი, მოხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ აი სერიოზული ეს რაღაცა რომ ეს რას ქვია, თქვენ ეს შეურაცხყოფა მიაყენეთ, ეს როგორ შეიძლება, მაგრამ მოხდა ანალოგიური სხვა რეგიონში, მაგრამ არავინ არ იღებს ამაზე ხმას. და რა ვიცი, ვინმეს თუ აქვს ამაზე პასუხი, რატო არ იღებს ხმას, მე დიზაინით მოვუსმენ და თუ დამახმარებელი არა, ხო, არა, გასაგებია. Credi Azerbaijani. ბევრი რამე წარსულში ხერ რო აიღეთ ახლა ყველაფერი თავზე. არა, შეიძლება რომ ჩემი დიდი საინტერესო ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი არის კარგი ხო, ბევრი იმას ეს შემოხება მე რა დავუყურებ ან ხო, ანუ უბრალოდ მე იმას ვიტყვი, რომ მაქსიმუმად არის საჭირო ახალგაზრდების ჩართულობა ამ საქმეში, იმიტომ რომ მე 4 წელი ასწავლე უნივერსიტეტში, სადაც ბევრი მქონია საინგილოზე მსგავსი ორიენტაციები, მაგრამ უმეტესობა არ იცის იმ შესახებ, რომ თუ სად მდებარეობს და ბევრჯერ ვკითხავთ, რომ ტაუკლაჯეთში და მსგავსი და ამაზე პირველ რიგში არის რაღაცა, რომ ცოტა დონე ამაღლდეს ამ ხრივ და ამისთან მიხედვით შეიძლება მე რაღაც იმას მივახციოთ.
აი ეხლა აქაც კითხვების აქაც იყო ეს პოზიციები ესეთი რას გვირჩევთ საინგილოში ცხოვრებ ქართველებს გავაპროტესტოთ თუ გავჩუმდეთ იმ მოვლენის შესახებ რაც ტაძრებში ხდება ანუ შეურაცხყოფა ჩვენი ტაძრების ან კიდევ ვთქვათ საინგილოში ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაცია თანდათან აუქმებს სკოლებში ქართულ სექტორებს, მაგალითად საკათალას რაიონის დაბა ალიაბადში, სადაც 13,000-მდე ქართველი ცხოვრობს, უკვე 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლა დატოვეს ქართული სექტორით და მოსწავლეების უმრავლესობამ აღარ იცის ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს. ხო, ესეთი წერილები ბევრია და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ ახლა მე არ მინდა რომ გულის ფხანა გამოგვივიდეს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ახლა იქ მე მესმის რომ რთულია იქ იქაური უშიშროება ცალკე მუშაობს ადამიანებს ავიწროებენ თუმცა გარკვეულწილად მსგავსი წნეხი აქ ყოფმა ქართველებმა უახლოეს პერიოდში გამოვიარეთ 80-იანი წლების ბოლოს, როცა უშიშროება დაგვდევდა, მაგრამ ეროვნულ მოძრაობაში დავრბოდით პროკლამაციებს ვაკრავდით 9 აპრილი იყო, ნიჩაბი მაქვს მოხვედრილი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობდით რომ გვიაქტიურა, მაშინ ახალგაზრდობას სხვა ძალა და ენერგია აქვს. და გარკვეულწილად თავგანწირვაზეც მივდიოდით. მაგრამ აქ ყოფმა ქართველებმა უნდა მოახერხონ კიდევ ვიმეორებ, გაერთიანება და შეწუხება ხელისუფლების და ასევე საპატრიარქოს ჩართვაც უფრო მეტი აქტიური უნდა იყოს. ეს არის, რაც შეეხება იმას, რომ თქვათ რატო დუმან აქ სასულიერო პირები რატო დუმანო, იცით როგორ არის სასულიერო პირი დუმს რას ნიშნავს ეხლა სასულიერო პირს ეხლა აი ხო არ მოგვივა თავში აზრად რომ თქვა რატო დუმან მასწავლებლები რატო დუმან ექიმს მასწავლებლებს ხდელს თავის საქმე აქვს ისინი თავის საქმეს უნდა აკეთებდნენ ხარისხიანად მაგრამ რა თქმა უნდა მეორე მხრივ ამ ეროვნულ საკითხში ჩართულობა ყველას გვმართებს ჩვენ მაგრამ რეალური ძალმოსილება ამ შემთხვევაში სტრუქტურულად რა თქმა უნდა აქვს საპატრიარქოს რომელიც როგორც ითქვა რომ გარკვეული რეაგირება ჰქონდა აქ ლაპარაკია კიდევ რაზე კიდევ ვიმეორებ რომ საპატრიარქო ხელისუფლებას უფრო მეტად უნდა სთხოვდეს ესე მგონია თუმცა შეიძლება მაქსიმუმი მოთხოვა და ხელისუფლება არ გაითვალისწინა არც ეს არ არის გამორიცხული მე არ ვიცი მაგრამ ის რომ ხელისუფლების გასაკეთებელი ის რაც ითქვა ახალგაზრდის მიერ რომ რა თქმა უნდა ეს არის დიპლომატია ეს არის ეკონომიური ინტერესები პოლიტიკური ინტერესები მაგრამ სწორედ ამაშია საქმე ამაშია აი წეღანაც თქვი როგორ ხედავს ხელისუფლება თავის მმართველობას ხო როგორ ხედავს დიპლომატიას არსებობს ინტერესების არსებობს მაგრამ არსებობს ძალიან ძვირფასი რომელიც არ გაიცვლება არაფერში ეს ძვირფასი არის ზოგადად ვთქვა თითოეული ადამიანი საქართველოში თითოეული და შეიძლება პოლიტიკურად დღეს ესე არ არის, მაგრამ ხელისუფლებისათვის ძვირფასი უნდა იყოს თითოეული ქართველი ადამიანი დღევანდელი სახელმწიფოს საზღვრებს იქით, რომელიც პრინციპში მაინც საქართველოა. იქ გულის გულში სულ უნდა კონდეს. აი ბერძენს რო აქვს რა, ბერძენი. ხო, ყველას გულის გულში ბერძენს აქვს რომ ბიზანტია მისია. და ვერ ეგუება რომ აია სოფიაში ეხლა თქვათ ქრისტიანული მსახურება არ არის. ვერ ეგუება ამას ბერძენი. არ უნდა შეეგუოს ჩვენი ხელისუფლება იმას რომ თქვათ აი ესე ხდება და რა ვიცი რა გითხრით თუმცა მეორე მხრივ როცა 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრებებაო ქრისტიანობს მე იქვა რომ როცა ადამიანს მართლა ტკივა და მართლა გულის ტკივილით ლაპარაკობს ის უფლის საყდრის წინაშე შესმენილია ოღონდ აი გულის ტკივილში რა თქმა უნდა გულწრფელობა უნდა იყოს და აგითხრით პრობლემები ძალიან ბევრია ეროვნული თვალსაზრისითაც ყველა მიმართულებით მათ შორის აქაც
პრობლემები ბევრია ეკლესიაშიც, მართლობაშიც, განათლებაშიც, პოლიციაშიც, ჯარშიც. ჯარი გვაქვს ჯარი ჩვენ. ბრძოლისუდარიანი ჯარი გვაქვს ჩვენ. ეგეც ყველაფერია ჩვენ იწვევს. ეს არის. და ხანდახან მიფიქრია ხო არ დაუბერდით მეთქი ქართველიერი ხო არ დაბერდა. თუმცა ამას ვერ ვებუები პირადად. მაგრამ შეიძლება ესეთი რამე არსებობს. ერი შეიძლება დაბერდეს და გარდაიცვალოს. მაგრამ ამას ვერ ვებუები. კი ბატონო. თუ გაქვთ ფოლკლორული ანსამბლები, რა რეპერტუარია, რამდენად რეზონანსულია იმ მოსახლეობისათვის ის რეპერტუარი, რასაც თქვენ თავაზობთ და ვინ ესწრებიან აი ამ შემოქმედებით საღამოებს თუ შეგიძლიათ რომ გაგვაცნოთ და ცოტა დაგვაიმედოთ რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ დიდხანს გაგრძელდება თქვენი სულისკვეთება. ანუ მე მინდა რომ შემოქმედებითი ეს თქვა ცნობიერებები გაგვაცნოთ. დიდი მადლობა წინასწარ. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია იქნებ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ინფორმირებულები არ ვართ და სიამოვნებით მოგესალმებით. აქ რა მაინტერესებს, ბევრი სწავლობს სტუდენტი აქ თქვენი მხარიდან. და არ შეიძლება რომ რაღაც ორგანიზაცია შექმნათ, რომელიც ამ სტუდენტების თუ შეიძლება შექმნილიც არის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. მე სამგონია რომ აი ლოკალური ეროვნული მოძრაობა თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ მე რას გულისხმობ, რომ აი იმ ხარის წარმომადგენლები და წარმომადგენლებს შორის მოხდეს ეს გაერთიანება, ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა ლიდერები ამის გარეშე არ ხდება და რაღაცნაირად რომ ხელი შეეწყოს აი ამ მოძრაობის ჩამოყალიბებას, თქვათ ესეთი იდეა რო იყოს, რომ თქვათ ჰერეთში თუ როგორ არის ისტორიულად სწორად ჰერეთში მაცხოვრებელი ქართველების დასაცავად რაღაც ესეთი. რაღაცა ესეთი და როცა მას ოფიციალური სტატუსი მიეცეს, გაფორმდეს ოფიციალურად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? ესმით ხო რაღაცა მოინახოს გზები და ფინანსების ადრეს, ანუ ამას რაღაც სპეციალური ნიჭები ჭირდება. და ეგეთ ნიჭები აღმოაჩნდება ვინმე სამდე სტუდენტში და ეს ხმაურიანი ორგანიზაცია იყოს, ხმაურიანი, რომელიც შეაწუხებს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას და ესე იგი ესეთ დარღვევებზე მას ექნება მკვეთრი რეაქცია, კავშირი შეიძლება ქონდეს უცხოურ თქვათ ორგანიზაციებთან დღეს ეს ანუ იბრძვი რა იარაღიც მოდაშია რა შეიძლება ასე ითქვას და რის საშუალებაც არის. და აი იმ საშუალებებით დღეს რა საშუალებებითაც არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან, იმ საშუალებებით იბრძოლიან. ეს ერთ-ერთი საშუალება, თქვათ, ამ პრობლემის მოგვარების. რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდება. რა თქმა უნდა
დასასწავლად შეიძლება აზრის დასასწავლად მე ყოველთვის იმიანი არის აგებულიც არ ვიფიქრობ საფათიაქო რომ ზავს დღეს ხასავი მაგრამ ის გამოდის გულში თუნდაც ელემენტარული განსხვავებებით შემოიფარგლოს სიკრეტში ხო და ამიტომ მაგას ვამბობ რომ აი როგორც კი ესეთი რაღაც იქნება და ის ამოქმედდება ის აუცილებლად იპოვის მხარდაჭერას ანუ თქვენ სხვა გზა არ უნდა დაუტოვოთ გარკვეულ იგივე ხელისუფლებასთან ერთად არსებობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც ამ საკითხებით ინტერესდებიან იმათაც არ უნდა დაუტოვოთ სხვა გზა თუ არა ისო ხარი დაგიჭირო რა თქმა უნდა კიდევ ეს არის ბრძოლის ფორმა ეს არის იარაღი დღეს ეს უნდა გამოყენებული იქნას რაც მეტად პასიურები იქნებით უფრო ცუდია ეს ხო აი ამ ეტაპზე ეს არის და ნუ რაც შეეხება ამ ბრძოლის სულიერ მხარეს კიდევ ვიმეორებ იქ სადაც ქრისტე იმარჯვებს იქ სადაც სული იმარჯვებს ხორციც იმარჯვებს და თუ იქ ყოფ ქრისტიან მოსახლეობაში იქნება სურვილი ძლიერი სურვილი სულიერი და ქრისტიანული ცხოვრებისა ხო მაშინ იქ აუცილებლად ღვთისგანგებით მე ეკლესიას ამოქმედება უკვე სხვანაირად გარდა პოლიტიკური და ამ ქვეყნიური თვალსაზრისით არსებული თქვათ შესაძლებლობებიდან რასაც ეს ქვეყანა იძლევა ეს სოფელი ამ შესაძლებლობით ბრძოლისა ასევე უნდა იყოს სულიერი ბრძოლაც ეს ერთდროულად სულიერი ბრძოლა და ფიზიკური ბრძოლა ფიზიკურში ამ შემთხვევაში გულისხმობ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლას შედეგი იქნება და ხვალე კიდე კაცმარიცის რა იქნება ჩვენ ადამიანი გლეხილო თოხნის იმედით ესმის ჩვენ იმედით ცოცხლობ ჩვენ უფალი გვეუბნება რომ ხვალინდელ დღეზე ნერვიულობ ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრეთ რომ ეხლა რა აზრი აქვს ამის გაკეთებას მაინც არაფერი არ იქნება ეს ხო არასწორია მე არ ვიცი ხვალე რა იქნება არ ვიცი მე ხვალე შეიძლება ცოცხალიც არ ვარ მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ აი დღეს აი ამ წუთში მე უნდა მოვიქცე ისე როგორც ქრისტეს მოეწონებოდა ესია ქრისტიანი ესე აფასებს აი დღეს აი ამ წუთში ხვალე ამას ჩემ დღევანდელ ამ საქციელს ხო როცა რაღაცა გათვლები არსებობს მაგრამ არის რაღაცები რასაც ვერ გათვლი აი სადაც ვერ გავთვლი იქ აღარ ნერვიულობ მოჭადრაკე ხანდახან რამდენიმე სხვას გათვლის მაგრამ სადაც ვერ გათვლის იმაზე ხوار კანკალებს კაცო რასაც გათვლის რასაც ვერ გათვლის მე რა გამოჩნდება რა იქნება სადაც მე ვერ ვთვლი და არ ვიცი რა იქნება არა უჭის დღეს მე სწორად მოვიქცე და ხვალე გამოჩნდება რა იქნება და დღევანდელ დღეს სწორი ქცევა ეს არის რაც თქვით რომ აი ეს ერთობა გქონდეთ რაღაც ესეთი ოფიციალური სახე მიეცეს ხმაურიანი დიპლომატიურად გამართული და სულიერ ცხოვრებას ეხლა სულიერ ცხოვრება კიდე ესეთი თემაა რომ ის მოტივირებული სხვა რამით ვერ იქნება აი მაგალითად მე მინდა სამშობლოს გადარჩენა მე მინდა ჩემი კუთხის გადარჩენა ამიტომ მე გავხდები ქრისტიანი ესეთი რამე არ ხდება ქრისტიანი ამიტომ ვერ გახდები მე მინდა რომ ჩემი შვილი კარგად იყოს მე მინდა რომ ასე შემდეგ რაღაცა პრობლემა და ამიტომ მე გავხდები ადამიანი ქრისტიანი ვერ გახდება მაგით იმიტომ რომ ქრისტიანი ადამიანი ხდება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი ამიტომ შეიძლება იცოდე გონებრივად რომ ქრისტიანობა დუღაბია და ამ შემთხვევაში სულის ჩამდგმელი მაგრამ ამიტომ ქრისტიანი ვერ გახდება ეს ცალკე თემა მაგრამ თუ გახდები და თუ ქრისტიანობა იქნება დომინანტი შინაგანად ამ მოძრაობაში თქვენი მოძრაობა ძალიან ძლიერი გახდება იმიტომ რომ ესეთ მოძრაობებს პრობლემას უქმნის აბგამენი არის ამბიცია მე როგორც კი ორგანიზაცია შექმნი როგორც კი ამ ორგანიზაციას ესაჭიროება ხელმძღვანელი იმ წამსვე გაჩნდება ამბიცია რომ ვინ იქნება შენ თუ შენ იმას თავის ხარდაჭერები ყავს იმას და იწყებ აი ეს პრობლემა რაც ქართველებს გვახასიათებს ეს პრობლემა იძლევა სიმდაბლე და სიმდაბლის წყარო სწორედ ის არის რასაც ქრისტიანობა გვასწავლის ღმერთმა დაგლოცოთ და მე ბოდის გიხდით შენდობას ვითხოვ თუ სხვა რაღაცა მოხდა და სხვა რაღაცა მოვიტანე ვიდრე თქვენ ელოდებოდეთ მაგრამ მე ისტორიკოსი არა ვარ და პრინციპში მე ასეც ვიფიქრე რომ ისტორიული წიგნები არსებობს და წაიკითხავს ადამიანი ანუ ჰერეთის ისტორია მომეყოლა თქვა ეს ხო მაგრამ არც ვარ და რაღაც ნიუანსებზე გავამახვილე ყურადღება ჩემი მიზანი იყო ამ შემთხვევაში რომ სამშობლო რომ უნდა გვიყვარდეს
ეს სათნოებაა ქრისტიანული. არ შეიძლება გიყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ, როცა არ გიყვარს სამშობლო და ქრისტეს მოძღვრება სავსეა მაგალითებით სამშობლოს სიყვარულის, რომელიც ასულგმულებდა ჩვენ ერს და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი სიყვარული სამშობლოში გამოვლინდეს ზრუნვაში, იმიტომ რომ თქვენ მომავალი თაობა ხართ ჩვენთან შედარებით, მაგრამ თქვენ უკვე დიდები ხართ და კიდე პატარები არსებობენ, გამიგეთ და კიდე პატარები და ხვალ რო უნდა დაიბადონ, ოჯახები იქნება. და წარმოგიდგენიათ, რომ დღეს ესე იგი თბილისის ზოგიერთ უბანში რო გაიარო, ქართული ლაპარაკი არ გესმის და ვეღარ გავიდა, შეიძლება დაგჩაგრო. იმის გამო, რომ ესე იგი თბილისის ცენტრალურ უბნებში და წარმოგიდგენიათ, ჩვენი შვილები რა დღეში ჩავარდებიან თუ ესე გაგზავნა და ჩვენი შვილიშვილები. ასე რომ მე ვფიქრობ, გამოფხიზლების დრო არის. ქრისტემ გამოგვაფხიზლოს. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და რა ვიცი, ჩვენი გაცნობისათვის მადლობა ღმერთს.